პროკურორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე იქნება. საღამო მშვიდობისა ეს დიდი პოლიტიკაა, მე ინგა გრიგოლია ვარ. მთავარი პროკურორის კანდიდატურა უმრავლესობისთვის არ შეუთანხმებიათ. გადაწყვეტილება პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ ის ინიშნებოდა მთავარ პროკურორად და არ ვიცნობ მას, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება. აცხადებს თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. იგივე ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვია ძიძიგურიც, რომ მომავალ მთავარ პროკურორს არ იცნობს და მეტ ინფორმაციას მას შემდეგ მიიღებს, რაც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომა ჩატარდება. გამოდის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი პირადად იღებს გადაწყვეტილებებს მომავალი კაბინეტის წევრ მინისტრებზე, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. დანარჩენები საქმის კურსში როგორც ჩანს არ არიან. საინტერესო ისაა, რომ იგივე საცხადებს ახლად არჩეული პრეზიდენტიც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში არ მონაწილეობს, რადგან ეს პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის და გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილი. მას შესახებ პირველი კადრი ღარიბაშვილმა უკვე დაასახელა. მომავალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, მომავალი პრემიერი დღეს აცხადებს, რომ მის კაბინეტში დარჩებიან თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ამაზე გადაწყვეტილებაც ღარიბაშვილს უკვე მიღებული აქვს და როგორც ამბობენ, მისი შემცვლელი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ იქნება გარედან დანიშნული კადრი, არამედ ის იქნება შინაგან საქმეთა სტრუქტურაში ამჟამად მომუშავე კადრი. გავრცელებული ცნობით ერთ-ერთ კანდიდატად მისი მოადგილე ვახტანგ გომელაური განიხილება. ქვეყანა ახალი პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის მოლოდინშია. კიდევ ერთი ინფორმაცია, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ დღეიდან პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაკონტროლებელ ზედამხედველობით ორგანოდ ვეღარ დარჩება და ის გადაიქცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვეულებრივ დანამატად. ამ ტენდენციაზე როცა ვსაუბრობ, ის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ახალი მთავარი პროკურორის შესახებ გავრცელდა არა იუსტიციის მინისტრისგან, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივნისგან. რაც შეეხება თავად ოთარ ფარცხალაძეს, ის იყო იმ სპეცოპერაციის ავტორი, როდესაც თბილისში რასმუსენი იმყოფებოდა. მან საკრებულოს 22 წევრი და გამგებელი სახლიდან გაიტაცა, ზოგი დაკითხვაზე მიიყვანა, ზოგი კი თბილისის ქუჩებში ასეინა, დაიჭირა, შემდეგ გამოუშვა. ამიტომ მის პოლიტიკურ ალღოზე დასკვნები თავად გამოიტანეთ. განაცხადა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილმა. მაშასე დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. მთავარი პროკურორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე იქნება. შეთავაზება მან დღეს დილით პირადად მომავალი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. ოთარ ფარცხალაძე იქნება ახალი მთავარი პროკურორი. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება. მთავარი პროკურორის ვინაობა მმართველი გუნდისთვის უცნობი იყო. გადაწყვეტილება პირადად ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. მომავალ პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობასთან ფარცხალაძის შესახებ კონსულტაციები არ გაუვლია. არ ვიცნობ ამ პიროვნებას. შესაბამისად, ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. არ არის პრემიერი ვალდებული, რომ ყველა შეუთანხმოს. ჩემთვის უცნობია, თუ კი რომელიმე მინისტრის შეცვლას აპირებს მომავალი პრემიერ-მინისტრი. რაც ცვლილებები იქნება კიდევ მინისტრთა კაბინეტში. ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ თავად სამთავრობო კანდიდატურებზე კონსულტაციებში არ მონაწილეობს. გადაწყვეტილებებს მომავალი კაბინეტის შემადგენლობაზე ირაკლი ღარიბაშვილი იღებს. მე ამ პროცესში არ უნდა ჩავერიო, არ უნდა გავაკეთო კომენტარი. შესაბამისად, ჭორების პარალელურად ჩვენ უნდა ველოდოთ ბატონი ირაკლის პოზიციას, მე პატრიოტიზმის პოზიციას, ის რანაირადაც ბატონი ირაკლი ხედავს მომავალ მთავრობას. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მომავალი მთავარი პროკურორი პირადად იყო იმ სპეცოპერაციის ავტორი, რომელიც თბილისის საკრებულოს ნაციონალური წევრების ერთდროულად აყვანას უკავშირდებოდა. დღეს დებატები სამთავრობო ცვლილებებზე, ახალ პრემიერზე, ივანიშვილის წასვლაზე და ქვეყნის მომავალზე. ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ზაქარია ქუცნაშვილი და სერგო რატიანი. რა შეიცვლება ქვეყანაში ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებით? უყურეთ საღამოს 8-ზე დისკუსიას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ნაციონალური მმართველობიდან მეოცნებეთა ხელისუფლებამდე. სახალხო დამცველი 7 ნოემბრის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს, ვინ გასცა ბრძანება 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასა და ტელეკომპანია იმედში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრაზე.
დღეს 20 საათზე უჩანანუაშვილის დიდი პოლიტიკა რა სიტყვის იგი გამოუძიებელ და გახმაურებულ საქმეებზე რა გააკეთა ან ვერ გააკეთა უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სამართლიანობის აღდგენის დადებული პირობის შესასრულებლად რატომ უწოდებს უპასუხისმგებლოს საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ბაჩუ ახალაიას შეწყალების თაობაზე არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორები დაჭერები და რას მიიჩნევს პირველ აუცილებლობად რომელიც ახალმა მთავარმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს უჩანანუაშვილი მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუში ხდება თუ არა პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატი როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ შეაფასა დღეს ოთარ ფარცხალაძის დასახელება მთავარი პროკურორის პოსტზე ამ თემაზე დებატები ოდნავ მოგვიანებით მანამდე კი როგორ აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი კბილაშვილის ფარცხალაძის ჩანაცვლებას როგორ ფიქრობს რას გადაყვა არჩილ კბილაშვილის თანამდებობა რა საქმეების გამოძიება უნდა ეწარმოებინა ამ ერთი წლის განმავლობაში პროკურატურას და რა ვერ მოახერხა როგორ მიდის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი რატომ მიიჩნევს უპასუხისმგებლობად საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მიერ ბაჩუ ახალაიას შეწყალებას ფიქრობს თუ არა რომ ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიება ხდება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ და ფიქრობს თუ არა რომ კბილაშვილის წასვლას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის დანიშვნას მთავარ პროკურორად გარდაულად მოჰყვება დაჭერების ახალი ტალღა საქართველოს სახალხო დამცველი უჩანანუაშვილი დიდ პოლიტიკაში საღამომშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა თქვენ რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში ძალიან ბევრი კითხვა რომელიც არის დაგროვილი ქვეყანაში ამ ერთი წლის შემდეგ და რომელზეც ალბათ პასუხი ყველაზე მეტი აქვს სწორედ საქართველოს სახალხო დამცველს. მოდი დავიწყოთ იმ ცვლილებით რომელიც ორი დღის მთავარი თემა არის გენერალური მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ჩანაცვლება ოთარ ფარცხალაძის. რა სიტყვით თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რატომ წავიდა რას გადაყვა არჩილ კბილაშვილი თქვენ როგორც სახალხო დამცველი რომელიც ყველაზე კარგად არის ჩახედული იმ საქმეებში რასაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა ქვია, რასაც ითხოვს ხალხი, რასაც ითხოვს ოცნების მხარდამჭერთა უზარმაზარი ნაწილი, რა უნდა გაეკეთებინა და რა ვერ გააკეთა კბილაშვილი. მე ვფიქრობ რომ მხოლოდ კბილაშვილი ვერაფერს ვერ შეძლებდა თუ არ იქნებოდა ერთიანი პოლიტიკა, ახალი ხელისუფლების, ზოგადად მთავრობის, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია ის, რომ ერთი წლის შემდეგ არჩევნებიდან ეს პრობლემები რეალურად არ მოგვარებულა. მოსახლეობა კვლავ მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ძალიან ბევრი საქმე, მათ შორის გახმაურებული საქმე კვლავ არის გამოუძიებელი. იგივე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით არც ერთი პრობლემა 9000-ზე მეტი განცხადება არის პროკურატურაში შესული და დღემდე არ არის გადაწყვეტილი. არც არანაირი გეგმა სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა მომზადებული, რომელიც განუმარტავს ამ ადამიანებს თუ როგორ რა პროცედურებით შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ანუ პრობლემები, რომელიც იყო დაგროვილი წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კვლავ არსებობს და ხელისუფლებას სამწუხაროდ მე არ ვიცი რატომ, მაგრამ არ გაუკეთებია ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ შექმნილიყო რაიმე მექანიზმი სამართლიანობის აღდგენის. საუბარია თუნდაც მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნაზე, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არის უკვე გაჭიანურებული და რეალურად გამოტანილი განაჩენების გადახედვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის დაგროვილი ძალიან ბევრი პრობლემა, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთავრობას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია, იმიტომ რომ მარტო პროკურორს მე დარწმუნებული ვარ, ბევრი არაფრის შეცვლა არ შეუძლია თუ მას არ ექნება მხარდაჭერა მთავრობისგან. დღეს ეს პრობლემები მე ვფიქრობ, რომ კვლავ ღიად არის დარჩენილი, კვლავ გაუგებარია პირადად ჩემთვის, რატომ არ ხდება თუნდაც იმ ქონებრივი საკითხების განხილვაც კი. მე მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, ძალიან სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისთვის, როდესაც საუბარია ძალიან დიდ, შეიძლება თქვას, ასტრონომიულ თანხებზე საქართველოსთვის, რომელიც უკავშირდება იმ ჩამორთმეული ქონების საკითხებს. თუნდაც იმ განაჩენების გადახედვას, ხომ სისხამათლის საქმეების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, ჩემის აზრით და როგორც ყველას გვახსოვს, იყო სწორედ სამართლიანობის აღდგენა, რაღაც შეთავაზება საზოგადოებისთვის ერთგვარი მექანიზმის, რომლის მეშვეობითაც დაიწყებოდა ქვეყანაში ზრუნვა სამართლიანობის აღდგენისთვის. ანუ შეიქმნებოდა თუნდაც ის კომისია, მომზადდებოდა რაღაც ერთგვარი გეგმა, გრაფიკი იმის, თუ როგორ რანაირად შეიძლება მოგვარდეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. ეს პროცესი ჩემი გადასახედიდან
ყოველ შემთხვევაში რაც მე შემიძლია დღეს განვაცხადო, არის ის, რომ მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, ძირითადად ეს პროცესი არის გაჩერებული. რატომ? აი თქვენ ბრძანებთ, რომ მარტო გენერალური პროკურორი ვერაფერს ვერ შეძლებდა, თუ კი ეს არ იქნებოდა დაუშვათ მთავრობის ნება. წეგან თქვენ ახსენეთ ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელსაც სწორედ აი ამ მიმართულებით უნდა ემუშავა. ანუ რას ნიშნავს კანონპროექტი, რომელიც მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ და რომელიც უნდა გასულიყო პარლამენტში, სწორედ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით სამუშაოდ აღარ გადის? ყოველ შემთხვევაში მე პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე და ძალიან ბევრი მოქალაქე, ადამიანები, რომლებიც მოგმართავენ იგივე ჩვენ სახელმწიფოს ოფის სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მათი განაჩენების გადახედვის მოთხოვნით, სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის პირდებოდით, რომ შეიქმნებოდა მსგავსი კომისია, რომელიც განიხილავდა ამ საქმეებს. დღეს უკვე როდესაც წელიწადზე მეტი არის გასული წინარჩვენებიდან, სამწუხაროდ პარლამენტში ჯერჯერობით არ არის დაწყებული დისკუსია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე აღარ საუბრობ იმაზე, როდის მოხდება დამტკიცება შექმნა ამ კომისიის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დაკავშირებული დროსთან და ჩემთვის ცხადია, რომ ეს პროცესი უკვე არის გაწერილი და გაჭიანურებული. ეს არის ფაქტი. მიზეზებზე ალბათ მე ვფიქრობ, რომ მთავრობას და იგივე პარლამენტს უნდა ვკითხოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ ეს დისკუსია გაგრძელდეს და ჩვენ მივიღოთ პირდაპირ პასუხი ხელისუფლებისგან თუ რას უკავშირდება ამ პროცესის გაჩერება. ეს არის ჩემი აზრით, რეალურად პროცესი არის რეალურად გაჩერებული, რაც არის ძალიან სამწუხარო, რადგანაც ის მოლოდინები, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას, შეიძლება იყო რაღაც შემთხვევებში უფრო გადაჭარბებული, მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ეს თემა და ეს საკითხი მე ვფიქრობ, არის შეიძლება ითქვას ღირსების საქმე ხელისუფლების და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ელოდება თავისი განაჩენის გადახედვას, სამწუხაროდ დღემდე მოკლებული არიან ამის შესაძლებლობას. ალბათ ამის მიზეზი პოლიტიკურ ნებაში უნდა მოიაზროს. ანუ მეოცნებეთა ხელისუფლებამ აღარ გაიხსენა, შეიძლება ვივარაუდოთ ის დაპირება, რომელსაც აძლევდა ხალხს, ვინაიდან თქვენ საუბრობთ სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ განსაკუთრებული სტატუსი გაქვთ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, როდესაც თქვენგან ვიღებთ პასუხს ამ კითხვაზე. ანუ მთავარი დანაპირები გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესაა იმ კოაბიტაციის შედეგი, რაღაც გარიგების შედეგი ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, სხვა რა უნდა იყოს ამის მიზეზი? მე მესმის, რომ ზოგადად ეს არის ძალიან რთული პრობლემა. აღარაფერს ვამბობ იმ ქონებრივ დავებზე, როდესაც რამდენიმე მილიარდს აჭარბებს ფაქტიურად ის თანხა, რომელიც დგას ამ დავების უკან. რა თქმა უნდა, რთულია ხელისუფლებისთვის თუნდაც ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ აქ საუბარია სხვა საკითხზე. შესაძლებელი იყო თუნდაც ერთ წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული საქმის გამოძიება, მათ შორის ქონებრივი დავების გადაწყვეტა. ანდა მომხდარიყო ის ერთგვარი გეგმის შემუშავება, რათა მოსახლეობა მიიღოს ერთგვარი გარანტია, ერთგვარი იმედი იმის, რომ თუნდაც 10 წლის განმავლობაში ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებდათ, იქნება მოგვარებული. რაღაც ფორმების მოძებნა, მე ვფიქრობ, შესაძლებელი იყო და ერთი წელი იყო სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგმულიყო. ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელიც ელოდებოდა სწორედაც რომ ამ კომისიის შექმნას, დღეს რა თქმა უნდა უჩნდება ეჭვები და მე სავსებით მესმის მათი ეჭვების, თუ რატომ ხდებოდა დაუშვათ გარკვეული საქმეების გამოძიება საკმაოდ სწრაფად. თუმცა იგივე ქართულ ჯგუფთან დაკავშირებული საქმეები. ანუ ყველა საქმე შეიძლება ითქვას, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე ქართულ ჯგუფის წინააღმდეგ იყო გადადგმული და ჩვენ გვახსოვს მილიონობით დაჯარიმება და სხვადასხვა საქმეები რეალურად უკვე დამთავრებულია. ანუ საქმე გვაქვს საქმეების ნაწილის გამოძიებასთან და ამ დროს საქმეების გარკვეული ნაწილი მე ვფიქრობ არის გადადებული. ანუ პრიორიტეტი აღმოჩნდა გამოძიებისთვის ქართულ ჯგუფის საქმეები და არა დაუშვათ იმ უამრავი ადამიანის თქვენ ამბობთ 9000-ზე მეტია შემოსული. საუბრობს უკვე ამ პრობლემაზე, შერჩევით სამართალზე, მე პასუხი არ მაქვს. სწორედ ამიტომაც მე ვფიქრობ და მინდა მივიღო ხელისუფლებისგან ამ კითხვაზე პასუხი. თუ დაგისვამთ ეს ხდება? წერა არის ეს კითხვა იმდენად უკვე რეალურად ყველა ველოდით და შესაბამისად მომზადდა კანონპროექტი იყო ამაზე მუშაობა თვეების განმავლობაში. ეს იყო სერიოზულად პირდაპირ ეთქვას, შეიძლება ეთქვას, აქსიომა, რომ ამას დასმაც არ ჭირდებოდა. იმდენად ყველა ვიყავით შეთანხმებული, რომ ეს პროცესი უნდა დაძრულიყო. რა თქმა უნდა, შესაძლოა ფორმებზე ვისაუბროთ, სხვადასხვა მოდელებზე, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს პროცესი სამწუხაროდ ასე შეჩერდა და მოსახლეობის ნაწილს აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში რაღაც შერჩევითი სამართლის ნიშნები არსებობს.
კი ბატონო, შესაძლებელია თუ არა ვივარაუდოთ ბატონო უჩა, რომ სწორედ აი ამ გამოუძიებელ გახმაურებულ საქმეების ვერ გამოძიებას გადაყვა არჩილ კბილაშვილი. შეიძლება მე ძალიან უხეშად გამომდის ახლა ფორმულირება, მაგრამ ფაქტია, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა და სხვა კადრი წარადგინა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. რომ ჩამოვთვალოთ, აი თქვენი გუშინდელი განცხადება თუნდაც იგივე 7 ნოემბერი იყო გუშინ და თქვენ განაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს 7 ნოემბრის სასწრაფო გამოძიებაო. მარტო 7 ნოემბერი არ არის. 7 ნოემბერი 26 მაისი უამრავი საქმე, ზურაბ-ჟვანიას საქმე, იქ აფრასიძეების საქმე, ჩამორთმეული ქონება, ასე. ანუ რეალურად რას ნიშნავს, რომ მთავარმა პროკურატურამ ვერ დადო, თუ საერთოდ არ შეხებია მთავარი პროკურატურა, საერთოდ მუშაობა არ ყოფილა მიმართულებით? არა, როგორც ვიცი, მე მუშაობა იყო ნამდვილად, ჩემი გადმოსახედიდან ჩაასის, რომ მიდიოდა ძალიან ბევრი მიმართულებით გამოძიება, თუმცა ფაქტია ის, რომ დასრულებული არ არის ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე. კი ბატონო, და თქვენთვის თუ ვარაუდობთ, რომ შეიძლება ამიტომაც მოხდა მთავარი პროკურორის ცვლილება, იმიტომ რომ მოდით გავიხსენოთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, უпростоრედ მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაასახელა კადრი, რომლითაც ჩანაცვლდება არჩილ კბილაშვილი. ეს არის ბატონი ოთარ ფარცხალაძე, ეს არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, ალბათ, რომელსაც წარადგენენ ოფიციალურად სულ მალე. ამ ადამიანს უკავშირდება თუნდაც ერთი გახმაურებული საქმე, მე წეგან ვახსენე შესავალში, როდესაც თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 22 წევრი ერთ დღეს იქნა აყვანილი, წაიყვანეს, შემდეგ გამოუშვეს და გახსოვთ თქვენ და მაყურებელსაც ეს საკმაოდ ხმაურიანი საქმე. ხომ არ ვარაუდობთ, ან ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ახალი პრემიერის პირობებში იმიტომ გამოიცვალა მთავარი პროკურორი, რომ ახალი პრემიერი იქნება უფრო ხისტი, უფრო მკვეთრი ამ სამართლიანობის აღდგენის კუთხით და წარადგინა სწორედ ისეთი კადრი, რომელსაც რაღაც ბევრ გახმაურებული საქმეების ავტორობას აბრალებს, თუნდაც იგივე მათი ოპონენტი პარტია. ანუ დაიწყება დაჭერების ახალი ტალღა ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ. მე არ ვფიქრობ, რომ დაიწყება რაიმე ტალღა დაჭერების, თუმცა გამოძიებამ ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც ახლაც ვსაუბრობდით, უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა ეს ყველა საქმე უნდა მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ის მოთხოვნები, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ყოფილიყო გამოძიებული ეს საქმეები, რა თქმა უნდა მივიდეს ბოლომდე. მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით. ჩემთვის ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე საუბარი, თუ რა იყო და როგორ შეიძლება ზოგადად და რამდენად გამოიწვევს პროკურორის ცვლილება რაც გარკვეულ ცვლილებებს ამ საქმეების გამოძიებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, თავარი არის, რომ ჩვენ დაველოდოთ მოვლენებს და შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუ რა არის ამის უკან, იგეგმება თუ არა რაიმე დაკავებები. მე რა თქმა უნდა გამოურიცხავ ამის განცდა, მე ვფიქრობ, საზოგადოების არც ერთ წევრს არ უნდა შეეკვრას, მაგრამ ნებისმიერ თემაზე და მათ შორის იმ გახმაურებულ საკითხებზე გამოძიება უნდა დასრულდეს. და ამაში რა თქმა უნდა სახელმწიფოს პოზიციაც უცვლელია, ანუ ყველა საქმე უნდა მივიდეს თავის დასრულამდე, უნდა მოხდეს დანაშავეთა დასჯა იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოება წლების განმავლობაში ითხოვდა, სადაც არსებობდა უამრავი კითხვის ნიშანი და ასეთ საქმეები არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ამ საქმეების გამოძიება თავისთავად გულისხმობს ალბათ ვიღაცის დასჯას. დიახ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში და ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ განვითარებულ მოვლენებს და ნებისმიერ პროცესს და სწორედ ამ პროცესების შედეგად დავინახავთ და მოვახდენთ შეფასებას. მოდით შეფასებას რაც შეეხება, მე ამ დღეებში უკვე ორჯერ მომიწია სხვადასხვა სტუმართან ამ შეკითხვის დასმამ და თქვენთანაც მინდა რომ გავიმეორო, იგივე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კარლ ბილტის, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და რომელმაც შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ეჩვენება, რომ საქართველოში პოლიტიკური შურისძიების სუნი ტრიალებს. რა სიტყვით თქვენ? ანუ წავიდა ნაციონალური მოძრაობა, მოვიდა ახალი ხელისუფლება და დღეს უკვე მათი ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ანგარიშწორება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. თქვენ როგორც სახალხო დამცველი, რა სიტყვით? ჩემთვის არის ყველაზე მთავარი ის, რომ პროცესი ზოგადად არის ღია გამჭვირვალე ნებისმიერი სასამართლო სხდომა, რომელიც მიმდინარეობს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, არის ღია. საზოგადოებას, მედიას, სხვათა შორის პირველად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა დაესწროს და მოხდეს თუნდაც ვიდეო ჩანაწერის გაკეთება პროცესების. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე EUTHOS სპეციალური მისია
ახდეს ამ პროცესების მონიტორინგს, ჩვენი წარმომადგენლებიც ესწრებიან, ანუ ფაქტიურად არის ყველანაირი პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ და გამოვიტანოთ ერთად დასკვნები, რამდენად შეესაბამება ეს პროცესი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. და ეს არის ყველაზე მთავარი. სასამართლო მესმის, მაგრამ აი სასამართლოზე თუნდაც იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, თქვენ მზადებით ადამიანის უფლებათა დამცველი და მთავარი ერთ-ერთი პრეტენზია არის, რომ რა საჭირო იყო დაუშვათ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, როდესაც იგი ჩვენებას აძლევდა, ჩვეულებრივად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ასე შემდეგ. ანუ ხედავთ თუ არა, სახალხო დამცველი ხედავს თუ არა ამ დაპატიმრების მიღმა თუნდაც პოლიტიკურ мотивაციას. ეს არის ფაქტია ის, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. ამაზე არსებობს არაერთი დასკოდა, მათ შორის სახალხო დამცველის უცხოური ორგანიზაციების და მოთხოვნა ყოველთვის იყო გამოძიება ამ ფაქტების. ის რომ ვიღაც პირების, მათ შორის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ეს არის ბუნებრივი პროცესი. თავარი არის რომ ამ პროცესში იყოს დაცული აბსოლუტურად ყველა ნორმა, ყველა ის სტანდარტი, რომელსაც საქართველოს არის შეერთებული და რომელიც იგივე ჩვენი კანონმდებლობით არის გარანტირებული. სწორედ ამიტომ ამახვილებ ყურადღებას იმ პროცესზე, რომ ამ პროცესმა ჩვენ უნდა შევქმნა შთაბეჭდილება, მოხდა თუ არა რეალურად, ანუ სასამართლო იყო თუ არა სამართლიანი, მოხდა თუ არა რაიმე დარღვევა, სწორედ ამ პროცესის შემდეგ იქნება ცნობილი. დღემდე მე ვერ დავინახე რომ მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელზეც სხვათა შორის არის ასევე საუბარი ჩვენს ანგარიში, იგივე ბაჩან ახალაიას, თენგიზ გუნავას და რამდენიმე სხვა საქმესთან, კალანდარ საქმესთან დაკავშირებით, მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს პროცესები არის პოლიტიკური. ან რაიმე საერთოდ ჩვენს ანგარიში არის დეტალურად საუბარი თუნდაც გი კალანდაძეს დაკავებასთან დაკავშირებით, რომ ის რეალურად იყო უკანონო პატიმარი დროის გარკვეულ მონაკვეთში, ასევე ბაჩან ახალაის საქმეში არის დეტალები, როდესაც რამდენიმე მოწმე ერთდროულად იკითხებოდა ერთ და იგივე გამოძიებლის მხრიდან, რაც ასევე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და ასეთი დარღვევები, რომელიც იქნა აღმოჩენილი ამ პროცესში ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ რამდენად იქონიებს ეს გავლენას, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგზე, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშანი ხომ ამ საქმეებში ზოგადად უნდა გამოვირიცხოს, იმიტომ რომ პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივალთ უკვე საბოლოო შედეგამდე შეიძლება უკვე შეფასებების გაკეთება. ამ ეტაპამდე არანაირი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საუბარი საქართველოში არ უნდა იყოს. კი ბატონო, მე მინდა ისევ ბაჩანა ახალაიას თემაზე დაგისვათ კითხვა, ის კადრები, რომელიც გავრცელდა, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გავრცელა, ბაჩანა ახალაიას კამერაში გადაღებული და შემდეგ ატყდა სკანდალი, რომ თითქოს მან არ იცოდა, რომ მისი გადაღება მიმდინარეობდა, უпростоრედ ხმის ჩაწერა. ამას მოყვა ძალიან სერიოზული პროტესტი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმის გამო, რომ ისინი ამბობენ იგივე ადვოკატებიც, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომ ჩვენ რასაც ვესაუბრებოდით პატიმარ ახალაიას, შემდეგ ის გვხვდებოდა ხოლმე სასამართლოზე უკვე პროკურორების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ დაყენებულ არგუმენტებად. ანუ მოხდა თუ არა იმ კადრების გადაღები და იმ აუდიო მასალით ახალაიას უფლებების შელახვა? მე როგორც ვიცი, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან მალე საზოგადოება ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. ჩვენი მოთხოვნაც იყო ის, რომ მომხდარიყო გამოძიების ჩატარება ამ ფაქტთან დაკავშირებით, მით უმეტეს მასში, როდესაც ასევე გაისმა, თუმცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომ ასევე ჩვენი წარმომადგენლების საუბარი ბაჩან ახალაიასთან ასევე იწერებოდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ ყოფილა გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა, ის რომ კანონმდებლობაში არის გარკვეული ნორმა, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს. მთავარი არის ის, რომ არ უნდა იყოს ისეთი ნორმა კანონმდებლობაში, რომელიც სხვადასხვანაირად განმარტების და ინტერპრეტაციის საშუალებას მოგვცემს. ხო, იგივე საუბარი ელექტრონულ. ანუ ეს იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, როდესაც ელექტრონულზე არის ხაზგასმა. ეგ არის, მაგრამ ფაქტიურად დაწყებული არის გამოძიება და მე იმედი მაქვს, რომ გამოძიებას გასცემს ალბათ პასუხს ამ კითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ, პირადად თუ ხართ შეხვედრილი იგივე ახალაიას და ვანო მერაბიშვილს? როგორც ახალაიას ვარ შეხვედრილი, მერაბიშვილს არა. მას გამოუთქვამს თქვენთან ეს პრეტენზიები, რომ თუ უფრო მანამდე იყო ეს თქვენი შეხვედრა, ვიდრე ეს ჩანაწერი? მანამდე იყო, ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე იყო და მას ამ საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.
ერთადერთი პრობლემა ძირითადად რაც იყო და რაზეც მათი საუბრე, სწორედ იყო ტელევიზიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ეტაპზე ამოწურულია. ალბათ მაყურებელი თუ გვისმენს ძალიან ბევრს გაუჩნდება პრეტენზია იგივე კითხვებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საუბრობთ ახალაიას და მერაბიშვილის უფლებებზე და ვისაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები ქვეყანაში, სწორედ არა მარტო ახალაიასგან და მერაბიშვილისგან, არამედ სხვადასხვა სტრუქტურებიდან ხელისუფლების, ალბათ მათ ძალიან გაუკვირდებათ, მაგრამ ეს არის ის თემები, რომელიც ხდება პოლიტიკური დაპირისპირების თემა, სწორედ, ანუ მათი უფლებები ირღვევა თუ არა. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა და სხვა თემაზე გადავალ თქვენი ნებართვით, რაც შეეხება აი ამ დაჭერების საკითხს. რა შემთხვევაში ჩათვლის სახალხო დამცველი, რომ არის პოლიტიკური დაპატიმრება მაღალჩინოსნის, ანუ თქვენ მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემულ შეწყალებას ბაჩანა ახალაიას მიმართ უწოდეთ უპასუხისმგებლობა. რატომ? Ну, ფაქტია ის, რომ მოხდა მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის ასე ხელაღებით უარყოფა. ანუ პრეზიდენტმა თავისთავად დააყენა მართლმსაჯულებაზე მაღლა. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბაჩანა ახალაიას მიმართ იგივე მართლმსაჯულებამ გამოიტანა 2 გამამართლებელი განაჩენი და 1 გამამტყუნებელი, ხო? შემთხვევაში ხომ არ დგება იგივე გამამართლებელი განაჩენი წესთვის ქვეშ. თუ საერთოდ მართლმსაჯულების ფუნქციაში შეგვაქვს ეჭვი. მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ფაქტზე, ასევე შეწყალებებზე იმ პირების, რომელთაც არც ერთი დღე არ გაუტარებიათ საპატიმროებში, ხომ? ვინც არის ქვეყნიდან წასული, ხო? ადეიშვილის ძმა, თინა ბურჯალიანის მეუღლე და ასე შემდეგ, სხვა თანამდებობის პირები იყვნენ. რაც პრობლემატურია ის კრიტერიუმები, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს ადამიანების შეწყალება. მე ვარ იგივე შეწყალების კომისიის წევრი და ათეულობით ადამიანის განთავისუფლება ხდება ამ კომისიის გვერდისავლით. მაშინ რა საჭიროა ზოგადად ეს კომისია, თუ პრეზიდენტი რეალურად ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე და ანუ მისთვის კანონით მინიჭებულ ამ აბსოლუტურ უფლებას იყენებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხო, მაშინ რა საჭიროა ქვეყანაში მართლმსაჯულება? მით უმეტეს, როდესაც იგივე მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს შეუძლია ერთ დღის განმავლობაში ნებისმიერი რაოდენობის პატიმარი შეიწყალოს და ხვალ საქართველოში არც ერთი პატიმარი არ იყოს. ხო, ამიტომაც საუბრობთ, რომ ეს უფლება პრეზიდენტის, რომელიც არის პრივილეგია პრეზიდენტის, უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. ანუ თქვენ ითხოვთ იმას, რომ შეეზღუდოს პრეზიდენტს შეწყალების უფლება და რამდენი ნორმალურია, როცა ამას ამბობს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ცოტა უცნაური ხომ არ არის? რატომ არის უცნაური? ხო, საუბარი არის იმაზე, რომ უნდა იყოს რეგლამენტირებული ნებისმიერი პირის, მათ შორის პრეზიდენტის უფლებები, ანუ მისი უფლებები და მისი კომპეტენცია უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალურად გაწერილი, ისე რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ რაღაც ახალი პრობლემების წინაშე, ხომ? რეალურად ის თეორიული შანსიც კი, რაც მე ვახსენე, რომ მოხდეს ხვალ 9000 პატიმრის განთავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან. რას ვაკეთებთ მაშინ? თეორიული შანსი არის ასეთი. დიახ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონში გაწერილი, უნდა იყოს ის კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პატიმრის შეწყალება. ეს სამწუხაროდ მოქმედი ნორმებით არ არის ბოლომდე რეგლამენტირებული. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ სწორედ ეს ნორმა საჭიროებს გარკვეულწილად გადახედვას. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა, რომელზეც ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ეს არის ლაფანყური. ამ სტუდიაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერ კიდევ მოქმედმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მომავალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რაც შეეხება ლაფანყურის საქმეს, აქ გამოკვეთილია ყოფილი მაღალჩინოსნების ძალიან ცნობილი, ძალიან მაღალი ჩინის ადამიანების სახელები და გვარები. რა შეგიძლიათ გითხრათ? როდესაც დაიდება ეს გამოძიების საბოლოო შედეგი, რამდენად მაღალ ეშელონებზე გავა გამოძიება და თუ არსებობს იმის შანსი, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს თუ არა მნიშვნელოვან ფიგურებს წაეყენოთ ბრალი ლაფანყურის გამო და მოხდეს მათი დაპატიმრება. სამწუხაროა ის, რომ რეალურად 1 წლის განმავლობაში ეს საქმე კვლავ, ასე ვთქვათ, კვლავ გამოძიების ვერ გაცდა გამოძიების ჩარჩოებს და ბოლომდე არ არის მისული. ის კითხვები, რომლებიც ისმებოდა ამ წლის და 2 თვის განმავლობაში ლაფანყურის პრობლემებთან დაკავშირებით, კვლავ ღია საზოგადოებას არ მიუღია არანაირი პასუხი ამ კითხვებზე, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი და ახალი კითხვები ჩნდება. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ის მუშაობა, ანუ რეალურად რამდენიმე თვის მუშაობის შედეგი, რომელიც არის ასახული ჩვენს ყოველწლიურ ანგარიში ლაფანყურის პრობლემებთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური საბჭო სახალხო დამცველთან, რომელიც სწავლობს და ახდენს დოკუმენტირებას იმ კონკრეტული ფაქტების, რომელსაც ადგილი ჰქონდა
ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენც გვექნება ასევე ახალი დასკვნა, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც ადგილი ჰქონდა ლაფანყურში. მე არ ვიცი, რამდენად ჩორს წავა და როდის დაიდება გამოძიების შედეგები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა მოვიძიოთ აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც უკავშირდება ამ სპეცოპერაციას, რომელიც მოძიებული გაქვთ ახლა ბევრი მასალა, რის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მალე დაიდება ეს. არის ძალიან დიდი ნაწილი მასალის მოძიებული, ასე მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გვექნება ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ამ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა და ჩვენ შეგვეძლება იგივე გამოძიებას გავუწიოთ დახმარება, იმიტომ რომ მე არ ვიცი გამოძიებას რა მასალები აქვს, რა ეტაპზე არის გამოძიება და ალბათ იმ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ძალიან მალე გაეცემა პასუხი. ფაქტი არის ის, რომ ამდენი ადამიანი არის გარდაცვლილი, მოხდა ასეთი ტრაგედია და დღემდე საზოგადოებაში ეს კითხვები კვლავ არსებობს და საზოგადოებას აინტერესებს, ოჯახის წევრებს, დაზარალებულებს, ხო ყველას აინტერესებს და მოდიან ჩვენთან და სხვათა შორის რაც დრო გადის, ძალიან უფრო და უფრო ახალი ინფორმაციები ჩდება ამ სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით. დღესაც კი იყო ჩემთან ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც კიდევ ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა. ანუ მოქალაქეებს სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია და ისინი გვეხმარებიან ჩვენ ამ პროცესში. ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ ჩვენ და ასევე ალბათ გამოძიებაც, ოფიციალური გამოძიებაც, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან მალე დამთავრდება. იმ მასალების მიხედვით, რასაც თქვენ ფლობთ, რამდენად სერიოზული გვარები იკვეთება, ვინც მონაწილეობდა აი ამ ლაფანყურის სპეცოპერაციაში, ვინც ამის უკან იდგა, ვინც იდგა იგივე იმ ჩეჩენი ბოევიკების მომზადების პროცესის უკან, რამდენად იკვეთება მართლა ძალიან სერიოზული სახელები და გვარები ყოფილი ძალოვნების. მე გამიჭირდება კონკრეტული გვარების დასახელება, მაგრამ ალბათ გასაგებია, რომ ეს პროცესი რეალურად იყო მართვადი მაღალჩინოსნების მხრიდან და ეს ყველაფერი ადის ალბათ ყოფილი ხელისუფლების ძალიან დიდ და მაღალი თანამდებობის პირებზე. ეს უკავშირდება არაერთი მოწმის, მათ შორის იმ პირების განცხადებებს, რომლებიც ამ სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩნენ და დღეს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. ჩეჩნებზე გაქვთ საუბარი? საუბარი არის ჩეჩნებზე. ანუ ისინი საუბრობენ ღიად, ვინ იდგა მათ უკან? რამდენიმე ადამიანი საუბრობს და ამის შესახებ სწორედ ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ და მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად გადავცემთ გამოძიებას იმისათვის, რომ შევავსოთ ის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით. ბატონო უჩარ, აპირებთ ამის გასაჯაროებას, როდესაც რაღაც ნაწილი დაიდება თქვენი დასკვნის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამოძიების უბრალოდ ამ შესწავლის შედეგებს, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ არის გამოძიებას ოფიციალური სტრუქტურები ახორციელებენ. ჩვენი მიზანი არის დოკუმენტირება და ფაქტების მოძიება ლაფანყურის მომენტთან დაკავშირებით. ჩვენ გავხდით საჯაროს, მივაწვით როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას. ძალიან საინტერესოა, ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ ამ თემას, იმიტომ რომ ორი გადაცემა გვაქვს რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაციაზე გაკეთებული და იმედს ვიტოვებ, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ამ კუთხით, როგორც სახალხო დამცველი და დაუშვათ გადაცემა. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, წინა ხელისუფლების პირობებში ციხე იყო ის ადგილი, რამაც მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა, გულისხმობ 1 ოქტომბერს. რა რეალობაა დღეს? მით უმეტეს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნათია იმნაძე ლიბერალთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ მისი განთავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ მისი სასჯელ აღსრულების სისტემის ღია კრიტიკა. იგი ამბობდა ლიბერალთან, გვაქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ არსებობენ ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები, რომლებსაც ძალიან ბევრი უფლება აქვს და ბევრ საკითხს ადმინისტრაციის ნაცვლად წყვეტენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია და იმედი მაქვს ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავარდებიანო. ეს არის პატარა ამონარიდი ამ ინტერვიუდან ნათია იმნაძე ვარაუდობს, რომ მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა სწორედ ეს კრიტიკა სასჯელ აღსრულების სტრუქტურის. და ეს კრიტიკა იყო სწორედ სახალხო დამცველის, ხომ? ანუ ჩვენც არაერთხელ გვითქვია იგივე მაყურებლების ინსტიტუტზე, რომელიც არსებობდა, მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ყოფილა ეს ინსტიტუტი შექმნილი დღეს. ინსტიტუტი არსებობს და ალბათ რაღაც პერიოდი მანამდე სანამ მოხდება საბოლოოდ აღმოფხვრა და შეიცვლება ზოგადად ის ინფრასტრუქტურა სასჯელი აღსრულების დაწესებულების ალბათ ეს რაღაც ეტაპზე იარსებებს. ანუ პრობლემები არსებობს
არის საკმაოდ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ჩემის აზრით ზოგადად ტენდენცია არის პოზიტიური. მე ვერ შევადარებ ნამდვილად იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ამ სფეროში არსებობს. იმ პრობლემებთან, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ სფეროში არის საკმაოდ წინადადგმული ნაბიჯი. ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ ისინი პატიმრები, ანუ რაზეც საუბრობდა იგივე ნათია იმნაძე. ეს რამდენიმე დაწესებულებაში არსებობს, ამის შესახებ არაერთხელ გვიტქვია, გვისაუბრია, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი პრობლემა, რომელიც დღეს შეიქმნა და დღეს არის მხოლოდ. არსებობს ფაქტები, რომელიც მეტყველებს, რომ იგივე გასულ წელსაც არსებობდა მსგავსი პრობლემა. და ალბათ რაღაც პერიოდში ალბათ იქნება ეს პრობლემა და თვით სამინისტრომაც კი გააკეთა ამ შესახებ განცხადება, ხომ ეს არავისთვის ახალი და რამე განსაკუთრებული არ არის. სამინისტრო საუბრობს გარკვეულწილად, არ ვიცი ხა რამდენად ბოლომდე ღიად, მაგრამ ამ თემაზე საუბრობს და ბოლო კითხვა. ამ ინტერვიუს გამო მოხდა ნათია იმნაძის განთავისუფლება? ეს ინტერვიუ ლიბერალში რამდენად ჩემთვის ცნობილია დაიბეჭდა გაზაფხულზე. მე ვფიქრობ, რომ ეხლა გაზაფხული არ არის და მე უბრალოდ არ მესმის ის დამოკიდებულება, როდესაც არ ვიცი ვიღაც აცხადებს, რომ თითქოს კრიტიკის გამო ვიღაცის განთავისუფლება ხდება. ეს ასე ნამდვილად არ არის. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მოხდა განთავისუფლება. მიზეზებთან დაკავშირებით სახელმწიფო არ ისაუბრებს, იმიტომ რომ პერსონალურ მონაცემების შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენ ამ შესახებ არ უნდა ვისაუბროთ. ხვალიდან იწყება საპროტესტო აქციები განთავისუფლებული ადამიანების რამდენადაც ვიცი. ისაუბრონ მათ და დაასახელონ ის მიზეზები, ხო? ამ მიზეზებზე საუბარი არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან. კი ბატონო. ჩვენ გქონდა ჩვენი არგუმენტები და გქონდა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იყო რა თქმა უნდა ჩვენს მიერ მიღებული, ამის უფლება მქონდა და მქონდა ამის ძალიან სერიოზული არგუმენტები. რომელზეც საუბარს ღია ეთერში არ აპირებ. არ ვაპირებ, კი ბატონო, მათ ისაუბრონ ამის შესახებ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. ეს იყო უჩან ანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, რამდენიმე წუთში კი როგორ ქვეყანას მივიღებ 17 ნოემბრის ინაუგურაციის და ახალი პრემიერის შემდეგ დებატებში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი დაგველოდეთ მალე ვართ ეთერში. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ და ვიწყებ დებატებს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი. მთავარი თემა ახალი პროკურორი, ახალი პრემიერი, ახალი პრეზიდენტი, ახალი მინისტრთა კაბინეტი. რატომ მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობა, რომ მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატად იქცევა და ის ფაქტი, რომ ახალი მთავარი პროკურორი პირადად იყო ჩართული ნაციონალების საკრებულოს ფრთის დაპატიმრებაში, შეიძლება თუ არა იმას ნიშნავდეს, რომ მართლაც დადგა გიორგი მარგველაშვილის მიერ დაანონსებული კოაბიტაციის დასასრული და ქვეყანაში ყოფილ მაღალჩინოსანთა დაჭერები დაიწყება. საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ცხელი დღეებია ინფორმაციულად, ძალიან ისეთი ცხელი და ყოველდღიურად რაღაც სიახლეებია პოლიტიკაში. ახალი პრემიერი მოდის, ახალი გუნდით, ამბობს რომ იქნება ცვლილებები ყველა, ყავს ახალი პრეზიდენტი და დღეს გახდა ცნობილი რომ არჩილ კბილაშვილის ჩანაცვლება მოხდა ოთარ ფარცხალაძით. მე მინდა პირველი კითხვა დაუსვა ბატონ ზაქარიას, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. ზვია ძიძიგურმა თქვა რომ იგი მას არ იცნობს, სესიაშვილმა თქვა რომ მან არ იცოდა საერთოდ ამ კადრის შესახებ, დანიშვნის შესახებ და მერე გაიგებს უფრო დეტალურ ინფორმაციას. ანუ აღმოჩნდა რომ უმრავლესობასთან ეს არ იყო შეთანხმებული და პირადად ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო. თქვენ თუ იცოდით რომ მთავარ პროკურორად უნდა წარედგინათ სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს ხელმძღვანელი? მოგესალმებით. მივესალმები შენს დაბრუნებას ეთერში, ინგა და შენი ადამიანური და ჟურნალისტური ენერგია ჭირდება ქართულ ჟურნალისტიკას დარწმუნებული ვარ. ამ შემთხვევაშიც სასარგებლო წვლილი შეიტანდა. ამ პიროვნებას მეც არ ვიცნობ, ანუ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც მე გახლავართ, როგორც ჩემი მეგობრებმა ბრძანეს. მაგრამ აქ სისტემა გახლავთ ასეთი, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელის მიხედვით იუსტიციის მინისტრმა უნდა წარმოადგინოს ეს კანდიდატი მთავრობის დამტკიცების, შემოძლობის დამტკიცების შემდეგ და ახალმა პრემიერმა უნდა დაამტკიცოს ეს. ასე რეალურად აქ პარლამენტის ჩარევის მომენტი არის
ფორმალური, ხო, იმ კუთხით რომ თქვა იუსტიციის მინისტრი როგორც პარლამენტის მიერ დანიშნული პირი გვექვემდებარება ჩვენ ანგარიშვალდებულია ჩვენს წინაშე და პროცედურულად ხო გეუბნებით ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერმა უნდა დაამტკიცოს. აქედან გამომდინარე ეს პარლამენტის თემა არ გახლავდა და ამის გამოც ალბათ არ ვიცით. არა, მე აქ ალბათ ზუსტი ფორმულირება ვერ მოვახდინე, ანუ იცოდი თუ არა ინფორმაციის დონეზე თქო, იმიტომ რომ ერთი საინტერესო დეტალია, ვიდრე ბატონ სერგოსთან გადავალ შეკითხვით, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, ირმა ნადირაშვილის განცხადება იყო, რომ აი თქვენ ახსენეთ იუსტიციის მინისტრი, თავისთავად ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრისგან კი არ გახდა ცნობილი, არამედ გახდა ცნობილი ამ ადამიანის დანიშვნის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ რეალურად პროკურატურა გადაიქცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატად, ანუ იგი იუსტიციის მინისტრს არ დაუსახელებია. მე თავად შევესწარი იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ეს ფაქტი, პრეს-ცენტრმა კი არ დაადასტურა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ეს ფაქტი. ალბათ ამ თემაზე აქვს მთავრობაში ნასაუბრალი, პარლამენტის შემხებლობა ამ საკითხში არის ნულოვანი. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ჩვენთან ეს თემა განხილვისაგანი ვერ იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგადად ნებისმიერ თემა იყოს განხილვისაგანი, მაგრამ სუფთა სამართლებრივი ფორმალური ნიშნით ეს არის მთავრობის შიდა თემა. აქედან გამომდინარე, თუ იყო მათ შორის კონსულტაციები და ამ შემდეგ ეს ნამდვილად არ ვიცი, ვიცნობ თუ არა ამ პიროვნებას, პასუხობთ რომ არ ვიცნობ. კი ბატონო, გისმენთ ბატონო სერგო, რატომ მიიჩნია ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა მთავარ პროკურორად ეს იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს, რატომ გახდა საჭირო იმის დამტკიცება, რა უბრალოდ განცხადება იმის შესახებ, რომ ამით შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატად გადაიქცევა პროკურატურა. აქ პრობლემა სხვა არ არის. დილით როცა ამერიკის ჟურნალისტებმა მეცავ თქვი რომ უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს ამ ადამიანზე, მე გადავამოწმე, ასე ვთქვათ, რამე რასთან არის ის ასოცირებული და გაირკვა ძალიან უცნაური რამ, რომ ეს ადამიანი არის დაკავშირებული თქვენ იცით, რომ მერის თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელდა აქცია და ამ დროს 30-მდე მერის თანამშრომელი დილით დაადეს ბორკილები და მიიყვანეს. ეს გადაწყვეტილება არ იყო ადეკვატური გადაწყვეტილება, ეს სხვა შორის უმრავლესობის წევრებმა შეაფასოს როგორც არაადეკვატური, არამართლმსომიერი გადაწყვეტილება. აქ შეიძლება სხვა შორის ალაპარაკი იყოს დანაშაულზეც კი და ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ დანაშაულზე. გამომდინარე აქედან, აი ამასთან არის ეს ასოცირებული. მე უნდა გითხრათ, რომ წლის განმავლობაში ოპოზიციის მიერ, მთავარი ოპოზიციური პარტიის მიერ ქვეყანაში ხორციელდებოდა გარკვეული რეპრესიები და ამ ფონზეც კი, ხო, ამ ფონზეც კი მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ეს გადაწყვეტილება, ეს სპეც ოპერაცია იყო, მე ვფიქრობ, შავი ლაქა ბიძინაიუნაშვილის ხელისუფლებისთვისაც კი ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ თქვა თელ წელიწადზე, მაგრამ აი ამ ფონზეც კი იყო სრულიად გავი. მეორე გაირკვა, რომ ეს ადამიანი არის აგრეთვე დაკავშირებული მინერეთის ეს თქვა დემონტაჟთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც ეს თქვა უმრავლესობაც კი თქვა აღარ არის ლაპარაკი, რომ თქვა ბევრს არ ვილაპარაკო, უმრავლესობაც კი საუბრობდა იმაზე, რომ არ იყო მთლად ადეკვატური გადაწყვეტილება მიზესთა და მიზესთა გამო. ანუ და კიდე მესამე უნდა ვთქვათ, რომ მე ვთქვათ ჩვენ ვადევნებდით თვალს, ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალს, ვთქვათ, წინასაარჩევნო ბატალიებს და ამ მიმართულებითაც ფინანსური პოლიცია გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, რეპრესიებით იმის, რა ქვია, ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ, სწორედ ადგილებზე, რეგიონებში, საკრებულოს წევრებზე და მე ერთხელ სხვა შორის დღეს გამახსენდა, რომ ვიყავი ერთხელ კომისიაში, უწყებათა შეუწყების კომისიაში და მე თქვი მაშინ, ქალბატონ თეას უთხარი, რომ რაღაცნაირად ისე იკვეთება საქმე, რომ ეხლა უფრო მეტად პროკურატურაზე მეტად, თუმცა პროკურატურა რასაკვირველია ისიც ჩართული იყო, მაგრამ მეტად იკვეთება სწორედ ფინანსური პოლიციის ეს თქვა აქტივობები და ისინი ახორციელებენ უფრო მეტ რეპრესიას და რაღაცნაირად მაშინ თეატროლოგიენ ჩვენ ასე ოპონირების რეჟიმში ვიყავით საკმაოდ ხო მაშინ თქვა არც არის ხოლმე რა ასე თქვა კითხვის პასუხი იყო და კამათის რეჟიმში და რაღაცა რამოდენიმე წუთის მერე
მიმართა მთავარ პროკურატურას, რომ მოდით გადაამოწმეთო ეს, რომ მე შეიძლება მართლაც რაღაცა ესე არის და მართლაც მე ვფიქრობ, რომ ეს იმ ფონზეც კი მართლა იმ ფონზე რაც იყო და თქვა 10,000 კაცი დაყავდათ პროკურატურაში და ასე შემდეგ და ამ ფონზეც კი ის გამოირჩეოდა. ანუ ჩვენ გვაქვს სამი მიმართულება, ერთი არის პირდაპირ რეპრესიები, ორი არის პრობლემური რატო? ჯერ არის ქმედება, ხო? და მე არის ფიქრი იმაზე ეს ქმედება ადეკვატური იყო თუ არა, ხო? ანუ ეს უკვე იძლევა საკმაოდ სერიოზული კრიტიკის საფუძველს და ეს იმდენად ცხადია, რომ ახლა მე და ბატონი ზაქარიაც კი არ ვიკამათებთ იმაზე, რომ ეს ამ ორ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ უფრო გაამართლოს ან ვიღაცამ არა, მაგრამ პრობლემურ სიტუაციებთან აქვს აქ. კი ბატონო, გისმენთ ბატონო ზაქარია, როდესაც ბატონი სერგო საუბრობს იმაზე, რომ სამი მომენტი გამოყო მან ამ ადამიანის დაუშვათ კავშირი, იგივე საკრებულოს წევრები, მინარეთი და ახსენა წინასაარჩევნო პერიოდი. რა უნდა ვთქვა? არა, თქვენთვის ეს რამეს ნიშნავს თუ არა, აი დაუშვათ იგივე მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც იყო ავტორი, როგორც ითქვა დღეს, აი ამ დაკავებების 22 კაცი რასმუსენის ვიზიტის დროს თბილისში, როდესაც მოხდა მათი აყვანა, შემდეგ გაშვება, შემდეგ ისევ აყვანა. ანუ მე რა კითხვა მინდა იცით რომ დაგისვათ, სწორედ ამ ფაქტების გახსენების შემდეგ თქვენმა მთავარმა ოპონენტმა პარტიამ გააკეთა განცხადება, კი არა და გამოითქვა ეჭვები, რომ რა იგეგმება ამ კაცის ნიშნით, ანუ ხო არ არის მოსალოდნელი შესავალში თქვი მე გადაცემის, რომ სწორედ კბილაშვილის წასვლა, რომელიც იყო შედარებით ლიბერალური და იგი ბოლომდე ამბობდა, რომ თუ არ იქნება მტკიცებულებები შეუძლებელია, რომ რაღაც გამოძიებაზე ვილაპარაკოთ, რომ დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც ასეთი ისტორიები აქვს, თუნდაც მინარეთის სკანდალი, თუნდაც საკრებულოს წევრების დაპატიმრება და წინასაარჩევნო პერიოდი. მე არ ვიცი ახლა ეს თქვა ეს მოყვანილი ფაქტები რამდენად კავშირში ამ პიროვნებასთან. მაგრამ თქვათ სუფთა სამართლის დონეზე მინდა გითხრათ, რომ დაპატიმრების უფლების მიცემის უფლება აქვს ხოთ პროკურორს. ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეს უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევებთან მიმართებაში ის მიშეკითხვა, თქვათ, თუ დაპატიმრებების ნაწილზე საუბრობთ, იყო თუ არა პროკურატურის ნებართვა, თუ იყო, მაშინ ეს პიროვნება არაფერ შუაშია ამ საქმესთან. დანარჩენი ხა მინარეთის თემასთან მიმართებაში, არ ვიცი, რატო გაჩნდა ეს შეკითხვა, რა გარემოებებია ის, რაც ამ პიროვნების როლს უარყოფითად წარმოაჩენს. ანუ რა არის ის გარემოება, რომელიც ამ პიროვნების როლს უარყოფითად წარმოაჩენს. ჩვენ ხო სერგოს ხო მოყავს ეს მაგალითი იმის გამო, რომ თქვას, რომ უკვე კითხვები გაჩნდა, ხო და რა გარემოება ის გამო თქვათ ეს კითხვები გაჩნდა, თქვა და გვაქვს რამე ინფორმაცია, გაგვთქვი რამე ინფორმაცია, ეს პიროვნება ამ გარემოებებში იყო უკანონო წვირის შემტანი. კი, მის გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული. ჩემი ინფორმაციით ის სწორედ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც არის, მის ასე ვთქვათ უშუალო ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში იყო ეს საქმეები და მის გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული ეს საქმეები. თუ არა და ჩვენ სხვა მოხდა სერგომან რა და პირველი ესე იგი ეს არის წარმოიდგინეთ ბორკვილების დადება და მიყვანა და თან მერე ის თქვენ გახსოვთ ალბათ ის დღე თქვენ წარმოიდგინეთ მართლა რასმუსენი იყო ჩამოსული და ისედაც ხო წინასწარი დაპატიმრებები არის სანქციის გარეშე წინასწარი დაპატიმრებები საერთოდ პრობლემურია სასამართლო სანქციის გარეშე მით უმეტეს 30 კაცის დაპატიმრება და მე თან იმ ფონზე როდესაც თვითონვე აღიარეს რომ საერთოდ არ იყო საჭირო და გამოუშვეს შემდეგ 4 ადამიანი დაეყავეს ანუ თავისთავად ეს ვთქვათ ვითარებები არა არის ძალიან სათულ. მე გარკვეულწილად დავეთანხმებოდი ბატონ ზაქარიას იმაში, რომ ასე ვთქვათ, აქ სხვა ინსტანციის როლიც პროკურატურის როლის ფიგურირებს, იმიტომ რომ ნახეთ ორივე შემთხვევაში თუ ამ ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან არაადეკვატური გადაწყვეტილებები იყო. ამ შემთხვევაში ის უნდა უბრალოდ დაესაჯეთ, მაგრამ ახლა არ დასაჯეს, მე მართლაც ვარაუდებ და ამ შემთხვევაში მართლაც სხვა ინსტანციაც ჩართული უნდა ყოფილიყო, რომ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად საკუთარ თავს თუ არ დასჯდნენ ან და მართლაც ახლა მეფართვა იყო გაცემული, ასე ვთქვათ, ანუ აქ იკვეთება, რომ ეს ადამიანი დაუფიქრებლად ასრულებს
და თქვენ ხედავთ საფრთხეს რამეში რასაკვირველი არის ეს არის პრობლემა ნახეთ ჩვენ რამოდენიმე საფრთხე ის არის რომ როდესაც ადამიანს ჯერ პირველი პრობლემა ის არის გარკვეულწილად რომ სრულიად უცნობი თუ შეიძლება ითქვას თავის რენომეს არ მქონე პირი და მე მაინც გარკვეულწილად იქითკენ ვიხრებოდი რომ მნიშვნელოვანია რომ ამ თანამდებობაზე იყოს პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ რომ პოლიტიკურ ფიგურას აქვს თავისი რეპუტაცია, იყოს ვარჩევ ზაქარიაზე საუბარი, შეიძლება სხვაზეც, ამ შემთხვევაში იმაზე კი არა ლაპარაკი ჩვენ ოპონენტები ვართ, აკრიტიკებთ ერთმანეთს, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს თავისი რენომე, თავისი კარიერა, თავისი რეპუტაცია, ხო? ის და თავისი ხედვა პოლიტიკური არა, ის ყოველთვის არის გარკვეულწილად შემაკავებელი ასე ვთქვათ, ფაქტორი პირდაპირ ბრძანებისა, რომელსაც ვიღაცა უსიტყვოდ აღწევდა. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანი უსიტყვოდ ასრულებს რაღაცას თან ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, სათუო სიტუაციებში. რა ვიცი, ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა, რომ პოლიტიკური არ უნდა იყოს პროკურატურა და პოლიტიკური არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ ნახეთ რა არის, ვიღაცა უნდა იყოს პასუხისგებელი, პოლიტიკური ფიგურა იფარავს პროკურატურას გარკვეულწილად იმისაგან რომ ის იყოს პოლიტიკური. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა. ბატონო ზაქარია, არის ესეთი მოლოდინი, ისევ შეიძლება გარკვეულწილად ამ მთავარი პროკურორის თემასაც ებმება ეს საკითხი, რომ ძალიან მალე შესაძლოა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ეგიდით დაიწყოს განახლდეს ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერები. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მსგავსი მოლოდინი, იმიტომ რომ მაგალითად წინ არის საქმე, რომელთაც უნდა მოხდეს ლაფანყურის გამოძიების შედეგების დადება. წინ არის ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე 26 მაისი, 7 ნოემბერი, ასე შემდეგ. აი სწორედ ამ საქმეებზე მიბმით. მით უმეტეს რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ამ სტუდიაში თქვა, რომ აი თუნდაც იგივე ლაფანყურის საქმე, როდესაც დაიდება, გასყდება და ხალხი გაიგებს ძალიან მაღალი თანამდებობის პირების სახელებს და გვარებსო. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, უნდა ველოდოთ თუ არა რომ დაიწყება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაჭერები, მით უმეტეს რომ გიორგი მარგველაშვილი გვპირდებოდა რომ გავხდებით თუ არა პრეზიდენტი 17 ანუ ინაუგურაციის შემდეგ კოაბიტაციამ თავდება. ინგა ობიექტური მოლოდინი საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არსებობს. ეს გაიარეთ ქუჩებში, გაიარეთ სოფლებში და თქვენ ნახავთ რომ თუ მოდის სამდურავი ხალხისაგან მოდის ძირთად ამ საკითხზე რომ ველოდებით სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას. ამიტომაც ეს ობიექტური მოლოდინი როგორც ობიექტური გარემოება არსებობს და ალბათ ვერ უარყოფს იმას რომ ესეთი მოლოდინი და განწყობა საზოგადოებაში არის, მაგრამ მე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის დაიჭერ. თავარია ვისაც დაიჭერ დაუმტკიცო მას დანაშაული. და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ახალი მთავარი პროკურორის გამოწვევა მდგომარეობს მაგაში, რომ ის ადამიანები, ვინც წაშალა კვალი დანაშაულებრივი ქმედებით. და დიდი ეჭვი არსებობს საზოგადოებაში ამ პირთა მიმართებაში, როგორ დაუმტკიცო, როგორ ამხილო მისი დაფარული წაშლილი დანაშაულებრივი საქმეა. ამიტომაც შეიძლება ეს ვერ მოახერხა. ფაქტი არის, რომ იგივე ბაჩანა ახალაია, რომელიც არის დაპატიმრებული, უკვე ზედიზედ გამართდა სასამართლოს მიერ. ანუ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ იდება. კბილაშვილმა ეს ვერ მოახერხა და ახალი მთავარი პროკურორის პრეროგატივა იქნება. დასკვნა სწორი არ არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევალთ სასამართლო განაჩენის ისტორიის განსჯაში და მე აქ მოვერიდებოდი ამ თემას, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავამტვრიოთ ჩვენ ეს დამოკიდებულება, როცა პოლიტიკოსები სასამართლო განაჩენებს უკვეთავენ ან კარნახობენ წინასწარმის შედეგებს. თუ ფორმალური დამდგარი შედეგები თუმცა არის 2-1-ზე. 2-ით გამართლდა, 1-ით გამტყუნდა. და შეწყალებული იქნება მომენტალურად პრეზიდენტის მხრიდან და შესაძლებელია მეოთხედშიც გამოვიყენა. უფლება ბორტად გამოიყენა, არ დაელოდა იმას თქვათ რას იზამდა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებით, რომ რატომ არსებობს სამისტრაციული სასამართლო, იმის გამო, რომ სასამართლომ რამოდენიმეჯერ გადაამოწმოს წინა ინსტანციის მიერ მიღებული გაწყვეტილების ისტორია. სააკაშვილი არ ელოდება ზემდგომ ინსტანციების მხრიდან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენის ისტორიის გადამოწმებას და იყენებს ამ უფლებას პროტოტ იმის გამო, რომ იცის, რომ ერთ-იგივე საქმეზე გასამართლებული და შეწყალებული ადამიანი აღარ შეიძლება მეორედ იყოს იმ საკითხზე განჩილი.
მას ეშინია, რომ შეიძლება სააპელაციო, შეიძლება უზენაესმა გადასინჯოს პირველი ინსტანციის გაწყვეტილება იმის გამო, რომ არ მიიჩნევს, რომ ის იყო სწორი, ან უფლებას იყენებს ბოროტად. აქედან გამომდინარე, თუ ბაჩენ ახალაიაზე ვსაუბრობთ, არის სულთა ფორმალური ნიშნით 2/1-ზე, ისიც იმის გამო, რომ თქვათ სააკაშვილმა გამოიყენა ეს შეწყალების უფლება რამოდენიმე დანაშაულთან მიმართებაში. კი ბატონო, თუმცა არა მხოლოდ იმის გამო, სასამართლომ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ამაზე ვთქვათ, მე მაქვს ესეთი პოზიცია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რაღაც ასე ვთქვათ, შეფასება არის, მაგრამ მე ვიტყოდი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. და ეს იყო პოლიტიკური აქტი სახელმწიფოებრიობის და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად. ჩვენ უნდა გავიაზროთ მესამე შემთხვევაში რასთან იყო საქმე, ხო? ბატონ პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ თქვა სხვა იმასთან დაკავშირებით, განაჩენებთან დაკავშირებით უნდა გარიყო იგივე განაჩენიო, მე არ ჩავერეოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ არის ბატონ ზაქარია არის იურისტი, შეიძლება თქვა სიტყვაზე გამختارიყო თქვა პროკურორი ან 1000 ადამიანია, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, ხო, რომელიც ებრძვის დანაშაულს, ხო? ან პოლიციელები, არიან მთელი ეს თქვა რამოდენიმე ინსტიტუცია, რომელიც ებრძვის დანაშაულს და რა ხდება? ჩვენ უყურებთ, რომ თქვა ქურდების ფაქტობრივად, ქურდული სამყაროს, დანაშაული სამყაროს ჩვენებებზე აგებული ამხელენ და სჯიან, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ადამიანს, რომელიც მათ წინააღმდეგ მოქმედებდა. იმაზე აღარ არის საუბარი, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მოქმედებდა. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა მოუგო ბრძოლა დამნაშავე სისტემას, ხო? ეს მეორე საუბრის თემაა, ვიღაცას მოსწონს მეთოდები თუ არ მოსწონს, ეს საერთოდ არ არის ასე ვთქვათ, სალაპარაკო აი ამ მომენტში. ფაქტია, რომ ჩვენ გვინახავს მაგალითად საერთოდ არც ერთ ქვეყანა არ მინახავს, როდესაც ესე იგი მაფიოზები ან დანაშავე სამყაროს წარმომადგენლები ერთმანეთზე კი არის ხოლმე. იყენებენ ხოლმე, რომ ერთი მაფიოზი მეორე მაფიოზის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მაფიოზი აძლევდეს ჩვენებას ან დამნაშავე სინდიკატის წარმომადგენელი აძლევდეს ჩვენებას სახელმწიფო პირის მიმართ და მას იჭერდნენ და მაშინ როდესაც ეს იყო მართლაც შეტაკება ორ სახელმწიფოსა და დამნაშავე სისტემას შორის, ხო? ნუ ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური აქტი, რომელიც ასე ვთქვათ, რაც გააკეთა პრეზიდენტმა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამაზე მინდა კომენტარი. ესე იგი, ნაციონალურ მოძრაობას სუიძახის ეს დღეები, რომ შეფუთოს სააკაშვილის უფლების ბოროტად გამოყენება კეთილშობილური იერი. აი ქურდებმა გაასამართლეს ცნობილი ფრაზა, ინგა გაიგონებთ ალბათ თქვენც. და ეხლა გაიმეორა სერგომ, რომ ქურდებმა გაასამართლეს ახალაია. მათ და ჩვენს მიდგომებს შორის რა არის კიდევ ერთი განსხვავება, იცით? ბევრ სხვა განსხვავებასთან ერთად. მათ მიაჩნიათ, რომ თუ მათ მიადიებად პროკურორად დაკითხავს, პოლიტიკურ რეპრესიებს აქვს ადგილი. ხოლო თუ ციხეში მდგომ ადამიანს დახვეწენ, ეს დამნაშავის სიკვდილია და რა მოხდა? 7 კაცი დაიღუპა იმ პროვოცირებული ციხის ბუნტის შედეგად. ვინ არის 7 პატიმრის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი? ეს სხვა ფაქტია. ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის. იმ შემთხვევაში ადგილი პროვოცირებული იყო სპეციალურად ციხის ბუნტის პოლიტიკური. ვინ არის ბრალდებერი ამ შემთხვევაში? და ამ შემთხვევაში სწორედ ის წინახელისუფლება იყო, რომელიც პროვოცირება მოახდინა ციხის ბუნტის იმის გამო, ამას ამბობენ ქურდები. პოლიტიკური მოვლენა გადაიხადა. ამას ამბობენ ქურდები. ციხეში მჯდომი ადამიანები. ციხეში ქურდები. არც ციხეში მჯდომი ადამიანი და მოკლა. ქურდები. პოლიტიკოსი უნდა მოკლა და პროფესორი არ უნდა მოკლა. ესენა ქურდები ციხეში მჯდომები დავხრიტოთ, ჩვენ არ დავკითხოთ და სამართალი ისე ქვენით სამართლად. მე ვთქვი ეგა. ასე რომ ეს ორმაგი სტანდარტია, ეს ორმაგი სტანდარტია, ერთად ვთქვით რომ გაამართლოთ პოლიტიკური პროცესი უნდა გადაეფარათ მითხარით. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ვითარდებოდა გახსოვთ იმ წლებში ეს მოვლენები და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ესეთი, ასე ვთქვათ, ტაქტიკური, ვთქვათ, იარაღი, საინფორმაციო ტაქტიკური იარაღი, რომ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული რაღაცა მოვლენები, რომელიც რაღაცა თუ ცუდი განვითარდებოდა, ეგრევე მეორე მესამე დღეს ამ მოვლენას წამოწოდა და ხდებოდა. რა თქმა უნდა, ხალხი ჩვენებებს იძლევა, რომ ძალადობის პროვოცირებით ააჯანყეს ეს ხალხი და 7 კაცი დახვრიტეს ციხეში. ვინ არის დახვრიტეს? 7 დახვრიტეს ადამიანის პასუხისმგებელი. ამაზე სასამართლო გაიმართა და იქ ქურდების გარდა არავის არ უსაუბრია.
ქურდები და პროკურორები ამ შემთხვევაში ერთად გამოდიოდნენ. ქურდებს შეეკრა და ქურდებს საუბრობთ ისეთ რაღაცაზე, რომელიც ერთადერთი მოწმე არის სასარგებლოდ მოქმედებს და სწორედ მაგაში რომ ამ შემთხვევაში ქურდები ადებენ ხელს იმის გამო რომ ქურდებს შეეკრა ეს ახალად და ქურდებს იყენებდა ამ პროცესში. მათი რეპუტაცია ის რომ ამბობს 7 ქურდი შეიკრა თუ რამდენი იყო ერთმანეთს შეექმნათ და გამოუცხადათ და იყვნენ მოწმეები. ამათი ასე თქვათ, ამათი განაჩენი, რამდენად ამათი მოწმობა, რამდენად სარწმუნოა თქვენთვის დღეს. ჩემთვის თეთრსაყელოიანი ქურდიც და შავსაყელოიანი ქურდიც არის ქურდიც. ამიტომაც ამ შემთხვევაში მეტაფორებია რა. თქვენ საუბრობთ ქურდებზე დაბრუნებით. ეხლა პატიმრის დახვრიტა შეიძლება, არც პოლიტიკოსის დახვრიტა შეიძლება და არც რიგით ორჯერ 4 ამაზე ხო ხო და ვინ არის პასუხისმგებელი მართლა? ეხლა ორჯერ 4 არის. ის თქვენ გამოძიება მიმდინარეობდა და იქ ქურდების გარდა ჩვენება არავის არ მოწეს. ვინ არის პასუხისმგებელი? თქვენ ბრძანეთ და მე შემდეგ შეკითხვას დავსვამ. დღეს რო თქვათ ვიღაცა შევიდეს და ავტომატის ჯერით დახვრიტოს პატიმრები. ვინ იქნება პასუხისმგებელი თქვენისა? ვინც დახვრიტა ის, მაგრამ კონკრეტულად მათ შორის ის მინისტრები, ვინც ამ შემთხვევაში სპეციალურ დანიშნულების რაზმს, იმ ქურდებს აძლევდნენ უკანონო დავალებას და ვინ იყო მაშინ ბაჩანახალაია? სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო მაშინ. და ადებენ ხელს ამ დავალებას გაძლევდა. ციხის ბუნტი როდესაც ხდება, აუცილებლად ციხის ბუნტი როდესაც ხდება, თქვენ ეხლა ხო ორჯერ 4 ის რომ ვიღაცა არ უნდა მოგდეს და ის რომ ვიღაცა არ უნდა განადგურდეს ეს ორჯერ 4 მე სხვა რამეს ვაპარაკობ უბრალოდ აი ეს როდესაც თქვენ ეხლა რაზედაც ლაპარაკობთ ეს ყველაფერი უბრალოდ არ არის სარწმუნო იმიტომ რომ ამ პროცესზე გაიმართლა მთელი სასამართლო და ამ სასამართლოზე ქურდების გარდა მოწმე არავინ არ იყო და ციხეში უკაცრავად სხვა ხალხიც არის მაგრამ ამ შემთხვევაში მოწმეთ მხოლოდ ქურდები მოვიდნენ აი ეს არის პრობლემა. რატო მთელი ციხის ბუნტი თუ იყო? რატო სხვა ხალხი არ იყო ჩა? ქურდები გამოიყენა, ქურდები ხო გამოიყენა ამ პიროვნებას. გამოიყენა რას? ქურდებს მისცა ეს დავალება, ქურდებმა ჩვენება მისცეს იმის გამო, რომ ქურდებს მისცა ბაჩანახალაევი ეს დავალება. რისი დავალება? აი ამ ციხის ბუნტის პროვოცირების. პრობლემა ის არის, რომ ის რასაც თქვენ საუბრობთ, არა? აქ მოწმეთ ქურდის გარდა არავინ არ არის. ჩემთვის ეს სარწმუნო არ არის, თქვენთვის ეს სარწმუნოა. აი ეს არის არგუმენტი თქვენ რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ქურდს მივცეთ უკანონო დავალება ხო თუ მე თუ ქურდი გვამხელს ამ უკანონო დავალებაში უკვე ცუდია. არა, უკაცრავად. ცუდია დავალების მიცემა და ცუდია მხილებაც? ორივე ცუდია? არა, მოწმე ქურდი არის არა სარწმუნო. რატომ მიეცთ ამ არა სარწმუნო უკანონო დავალება? მე მივეცი. ბაჩანახალაევი რატომ მიეცეთ? ეს ხო თქვენ არ დაგიმტკიცებია. სასამართლომ ხო ცნო დამნაშავედ. ეს არ დაგიმტკიცებია. სასამართლომ ცნო დამნაშავედ. და არ მისცა სააკაშვილო უფლება რომ პირველ ინსტანციის სასამართლოს გაწყვეტილების სიცოცხლე გაეზომა სააპელაციო გაეზომა უზენას ეგრევე ეს იყო პოლიტიკური აქტი, როდესაც პრეზიდენტმა დაიცვა ის ინსტიტუტები, რომელიც შექმნა და გადმოგვცა პოლიტიკა კარნახობს წესებს სამართალს და ეგ არის უბედურება. მაგიტომ მოვედით ამ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკური აქტი ამას სიკვდილი ამას ჩამოხრჩობა, ამას განთავისვა, ეს არის პოლიტიკა. და სამართალს კიდე არ უხდება ეგეთი რაღაცა, რომ ამას სიკვდილი ამას ჩამოხრჩობა, ამას განთავისვა. სამართალს უხდება ის, რომ როდესაც ჩვენ მოვდივართ ქვეყნიდან და სამყაროდან, საიდანაც ქურდები მართავდნენ და ეს ქურდები დამარცხდნენ დღეს თქვენი მეშვეობით და პროკურატურის მეშვეობით ხდება შურისძიება. აი ეს არის თავი პრობლემა. სერგო, თეთრსაყელოიანი ქურდი დამატერორებს. ეხლა მეტაფორებია შავსაყელოიანი თეთრსაყელოიანი. ვინ არის თქვენი ხელისუფლება? ვინ არის ქურდი? თქვენი ხელისუფლება? ხო რა. ვანო მერაბიშვილის. ვანო მერაბიშვილმა შექმნა ის პოლიცია, რომელიც დღე თქვენ გამოგეცათ და თეთრი მიხეილ-სააკაშვილის მანქანების ფერების შეცვლის გარდა თქვენ არაფერი არ გააკეთებთ ჯგუფი იყო, რომელმაც ჩაანაცვლა ამ ყაისყაჩაღები და ისინი ატარებდნენ ჩემ ხალხს და ჩემ საზოგადოებას. აი ეს ხალხი არიან ქურდები, თავარი ქურდები. და ეხლა თქვენ იგივე ინსტიტუტებით მართავთ, მაგრამ მანქანები გადაგებთ თეთრად. ეხლა ჩვენ ცდილობთ სასამართლოს გავასამართლოთ ისინი და თქვენ იყენებთ შეწყალების უფლებას. კი ბატონო, ის რაც შექმნა ვანო მერაბიშვილმა, თქვენ რამე შეცვალეთ? მე ეს კითხვა უნდა დავსვა ეხა სწორედ სტუდიაში. თქვენ ამბობთ რომ არაფერი არ გაკეთდა გარდა იმის მერე, რაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში. გაკეთდა ის რომ მანქანები, ასე ვთქვათ, ფერები შეიცვალა. თან შეიცვალა ესე რომ ლურჯი გახდა თეთრი გახდა ლურჯი. ნუ იქ ვერცხლის ფერები ოდნავ შეიცვალა თეთრი. აი ეს სერიოზული ეს არის ერთადერთი ცვლილება პოლიციაში. ბატონ ზაქარია, აი ეს იყო სერიოზული შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც რებრენდინგი იყო, ხო მართალია, მე ხო არ ვამბობ, არა, რებრენდინგი იყო ერთადერთი. იგამა ჩაიცვა წითელი ჭიჭაკი, მაგრამ შეიცვალა რამე.
კარგი. ხო, მეც მაგას ვამბობ, რომ არ შეიცვალა. ჩვენ შინაგან საქმეთა მაგაზე მინისტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, რომელიც გახდება სულ მალე პრემიერ-მინისტრი და ეხლა თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ გარდა ფერებისა არაფერი არ შეცვლილაო. რა სიტყვით? დამსახურება, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი ხდება პრემიერ-მინისტრი და რას შეცვლის ქვეყანაში მისი გაპრემიერება? მე თუნდაც სიტყვა დამსახურება არ მომწონს, იმიტომ რომ გონია რომ თანამდებობა მაინც პასუხისმგებლობაა და არა ჯილდო. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ადამიანი როცა მიდის კიდევ უფრო მაღალ პოზიციაზე მისი პასუხისმგებლობის ტვირთი იზრდება. აქედან გამომდინარე საზოგადოების მსახურება არ მიმაჩნია რომ ეს არის დამსახურება ან ჯილდო, მე ვფიქრობ ეს უფრო მოწოდებაა და ტვირთი და ამ ფილოსოფიით უნდა უყურებდეთ საკითხებს. ამ შემთხვევაში ირაკლი აჩიკოსთან ერთად შეცვალა შემდეგი რამე, რომ პროკურატურა აღარ კარნახობს სასამართლოს გაწყვეტილებას. ზურადეიშვილი კარნახობდა, ვანო მერაბიშვილი კარნახობდა, დღეს კბილაშვილი და რა ქვია, ღარიბაშვილი არ კარნახობენ სასამართლოს განაჩენებს. ადეიშვილი და მერაბიშვილი იარაღს და ნარკოტიკს უდევდნენ და ხალხს შპრიცებით უკეთებდნენ, რა ქვია, ნარკოტიკს. ადეიშვილი თქვენს ხელისუფლებას არ შეუტანია წითელ ცირკულარში ინტერპოლის მიერ რომ ყოფილიყო იარაღს და ნარკოტიკს აღარ უდევენ მოქალაქეებს იმის გამო, რომ მართლმსაჯულება განახორციელა. გატარდა რეფორმები ადვოკატების უფლებების გაზრდისათვის და ხო 1 იანვრიდან შედის ნორმა ძალაში, რომლის მიხედვით უკვე დაკითხვაც კი აღარ შეიძლება საპოლიციო დანაყოფებში პირდაპირ სასამართლო დარბაზში უნდა დაკითხო მოწმე. ცოტა ეს ყველაფერი პოლიციამ უარი თქვა, რომ ის ყოფილიყო პოლიტიკური ინსტრუმენტი და გამოყენებულიყო დღე იმისთვის, რომ აქციებს რო ვატარებთ, ახლოს არ გვეკარგებოდა საერთოდ პოლიცია, საზოგადოების წესრიგს არ თარიცავდა. ამ დროს ჩვენ რამოდენიმე ექსცესის გარდა სხვა ძალადობრივი აქტი არ გვინახია საქართველოში, როცა უზარმაზარი აგრესია იყო ამ წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ. პოლიტიკაში პოლიცია აღარ ერევა და ეს ყველამ დაინახა, ყველამ შეაფასა, რომ პოლიცია რო პოლიტიკაში ჩარეოდა, ამ არჩევნებში ჩარეოდა, ამათ რამე გააჩერებდა. აქედან გამომდინარე, თუ ვერ ვხედავთ ამ განსხვავებებს რა იყო და დღეს რა არის, ან მართლა რა ქვია დაგვიბნელდა თვალის სინათლე, ან დავადექით იმ ცუდ გზას, როცა ობიექტური სინამდვილის ასახვა არ გწურს, იმის გამო, რომ ჩვენი წარსული იყო ბნელი. კი ბატონო. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა რას მოუტანს ქვეყანას და თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მაინც და მაინც ღარიბაშვილი? ეს არის ყველაზე დაახლოებული ადამიანი პრემიერ-მინისტრთან და პირადი დობის გარდა, პირადი სიახლოვის გარდა, მე მაგალითად მას ნამდვილად ვერ გამოვარჩევდი სხვა მინისტრებისგან. მან თავიდანვე ამახსოვრა პირველი მითი გაუხსნელი, სერიოზულად გაუხსნელი საქმეებით, პირად კონტროლზე აყვანილი გაუხსნელი საქმე, თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნების წინ და სხვა შორის, როდესაც საუბარი იყო არჩევნებზე, გახსოვთ არჩევნების წინა დღე და იმ დღემ ჩვენ ყველას გვახსოვს როგორც რაღაც საშინელება, როცა პირდაპირ დაადანაშაულეს ოპონენტები ბავშვის მკვლელობაში და ეს მე წარმომიდგენია ყველა ჩვენგანზე იმოქმედა, თქვენზეც იმოქმედა და ესა. ისე რომ ერთი წელი არის გასული, ანუ პირდაპირ დადანაშაულება იყო და ამის შემდეგ ერთი წელია გასული, პირად კონტროლზე ქონდა აყვანილი ღარიბაშვილს და ეს საქმე გახსნილი არის. მე რამდენადაც ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან მალე დაიდება. მეორე რამე თქვა, მაგრამ ფაქტი ამ საქმეზე პასუხი გამოძიების მეორე პრობლემა ეს ჯიჰადის ვიდეოებთან დაკავშირებით, აქ ჩვენ კი არ ქონდა ასე თქვა კითხვები. ამით კითხვები ქონდა თავდაცვის მინისტრს. თავდაცვის მინისტრს ქონდა კითხვები და მას უბრალოდ ეს იყო იმდენად დიდი გაუგებრობა, რომ რას ქვია, ერთი თვე გახსნილია საქმე, არეუნებიან, თვითონ იქ იყო სერიოზული, მე ვფიქრობ, გაუგებრობა პრემიერის მას რა ქვია, ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის. კი, მაგრამ ეს მინუსად ატოება ღარიბაშვილს. მინუსად იმიტომ ეთვლება, რომ აქ არის ბუნდოვანება და ფაქტობრივად აქ არის ძალიან ბევრი კითხვები. გამოძიებას გულისხმობს. თქვენივე ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ მას კითხვები არ აქვს, გიგი უგულავაზე მაქვს საუბარი ჯიჰადის გამოძიებას. არა, გიგი უგულავას შეუძლია თქვას, რომ მას არ აქვს კითხვები აქვს სხვას.
ძალიან ნორმალურია. ჯერ ერთი იგი უნდა თქვა რომ მას რა გარკვეული კითხვები არ აქვს რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს დაკავშირებული, მაგრამ ის რაც თვითონ თავრობაში მოხდა რომ სანამ ფაქტობრივად სანამ ალასანიამ არ გააკეთა პროვოცირება იმისა ამ ეთერში მოხდა სხვათა შორის ერთის ინტერვიუც და მეორესი და მართლა დიდი პოლიტიკიდან გასკრა ეს ამბავი რომ არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა. ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება გაკეთებულ საქმეებს ახლა უკაცრავად მართლაც დასაფასებელია რომ ღარიბაშვილმა დიდად არ შეცვალა სისტემა რომელიც შექმნა ვანო მერაბიშვილმა და ეს აშკარად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის დამსახურებული თუმცა რეფორმას და რამის გაკეთებას არაფერი უბრალოდ მართლაც მანქანების ფერები შეცვალა და ვთქვათ ტანსაცმელი შეუცვალა შეუცვალა იმას ეს არის და ეს გააკეთებდით რაიმე კომენტარს მე შემდეგი კითხვა დავსვათ თქვენ გაგსურველი რომ სპეციალებები არ მახსოვს ხო რაღაც ფერი არ მოსწონს ეგ და რა ვქნა ეხლა თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა ყველანაირი გამოკითხვებით არის ერთ-ერთ წამყვან ადგილზე ანუ ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი ყოველ შემთხვევაში ასე იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილისთვის პირადმა ურთიერთობამ გადაწონა ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ ნდობის ფაქტორი ის ყველაზე მეტად ენდობოდა ირაკლი ღარიბაშვილს და ამიტომ გადაწყვიტა გარდა დაუშვათ იმ დახასიათებისა რაც მან მოგვასმეინა სრულიად საზოგადოებას ღარიბაშვილის დახასიათება ანუ პირადი ნდობის ფაქტორი მას ჰქონდა ყველაზე დიდი ირაკლი ღარიბაშვილის მე ფიქრობ ყველა გარემოება ერთად რა თქმა უნდა ნდობის ფაქტორი რა თქმა უნდა ერთწლიანი მუშაობის ფაქტორი რა თქმა უნდა ის დაკვირვება რა დაკვირვებას როგორც ბატონი ბიძინა ამბობს აწარმოებდა თავისი მთავრობის წევრების მიმართ ყველა გარემოება ერთად ალბათ გასაგებია რა შეიცვლება ქვეყანაში როგორ ფიქრობთ ბატონო სერგო ახალი პრემიერი ახალი მინისტრთა კაბინეტი ახალი პრეზიდენტი რომელიც არჩევნებამდეც ამბობდა სხვათა შორის რომ კოაბიტაციის დასრულება იქნება როგორც კი მე ოფიციალურად დავიწყე პრეზიდენტობას და არჩევნების შემდეგაც თქვა რომ მას ვერ წარმოუდგენია ნაციონალურ მოძრაობასთან ვერანაირი თანამშრომლობა გარდა საგარეო საკითხების რა ცვლილებებს ელით ქვეყანაში ну მე მაინც გარკვეულ პრობლემებს ვერი პირველ რიგში პრობლემა არის ის რომ ასე ვთქვათ პასუხისგებლო ქართული ოცნების პროექტი დასრულდა ის პროექტი რაც აირჩია ქართულმა ხალხმა რა შარშა ყოველ შემთხვევაში ის პროექტი გარკვეული აზრით დასრულდა იმიტომ რომ პრემიერი რომელიც მოვიდა პოლიტიკაში რომელიც პასუხისგებლობაც იყო 4 წლის განმავლობაში გაეტარებინა რეფორმები, ეს პროექტი აღარ არსებობს, ის გადის თამაშიდან და უნდა ვთქვათ, თამაშიდან გადის იმ მიმართულებით, რომ ის პასუხისგებლობას იხსნის გარკვეულ პროცესებზე, ეს არის ყველაზე პრობლემური. სხვა შორის უნდა ვთქვათ, რომ ის რო დარჩენილიყო, მე უბრალოდ ვერ წარმომედგენია, როგორ უნდა შემოეტანა ის ბიუჯეტი, რომელიც შემოიტანა როდესაც მოიტანეს ეს ბიუჯეტი, ხადურიც კი არ მოყვა მას, ასე ვთქვათ, მოადგილე მოიყვანა და მე ვერ წარმომედგენია, 1 წლის მერე მე უნდა ვთქვა და ერთხელ რამოდენიმეჯერ ვთქვი და უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის 10 წლიანი მმართველობის პერიოდში, რო გადავხედოთ პრემიერებს და რო გადავხედოთ ზდას, ქვეყნის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე წარუმატებელი პრემიერი. არაფერი, ის მოვიდა და ბიუჯეტში კლების გარდა ქვეყანას არაფერი 400 მილიონიდან 700 მილიონამდე ესე ვთქვათ ვარდნა. ძალიან ბევრი ვთქვა, ეს არის 2%-ზე მეტი უმუშევრობის ზრდა. და ამ შემდეგ. ქვეყნის განვითარება გარკვეულწილად ამ 1 წლის განმავლობაში, არა, შესულა 10-20 წლის მერე რომ გადახედონ, ასე ვთქვათ, 10 წლიან მმართველობას, ისინი ნახავენ, რომ განვითარება ამ 1 წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება აშკარად აი ესეთი წლის მერე წესით პრემიერი მართლაც უნდა წავიდეს. წესით. ხო, აი ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, პრობლემა არის ის, რომ ადამიანი რომელიც მიდის პოლიტიკიდან და მას აქვს გავლენები, გარკვეული გავლენა აქვს და შეზრდილია ფაქტობრივად სახელმწიფოში, ხელისუფლებაში,
ეს მეტი კი არაფერი არ არის ოლიგარქია. ოლიგარქია სწორედ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში და აქვს გავლენები, გავლენა, დიდი გავლენა და ხელისუფლებას და ამას არ უარყოფს არც ერთი პრეზიდენტიც კი სხვა შორის და პრემიერიც ალბათ ამას იტყვის მომავალი. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა და ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. მე ვფიქრობ, რომ მე მაინც იმედი მაქვს და ის რაც შეიძლება მოხდეს, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა ამ შემთხვევაში არ აქვს სხვა შორის მნიშვნელობა ოპოზიციას და მმართველ გულს პარლამენტმა როგორც ასეთმა ამ შემთხვევაში უნდა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ვისაც რომ აკონტროლოს სერიოზულად მთავრობა, იმიტომ რომ ეს იქნება გარკვეულწილად შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანა არ წავიდეს უკან. კარგი, ისმენთ ბატონო ზაქარია, დასრულდა ოცნების პროექტი, ბიძინა ივანიშვილის გადასვლით სამოქალაქო სექტორში, ჩვენ მივიღებთ ოლიგარქიულ მმართველობას, რომელიც იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ბიუჯეტი, რომელსაც არც ერთი პრემიერი სააკაშვილის პირობებში, რომელიც არ წარუდგენია და კარგია რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის, იმიტომ რომ მან ვერ შეასრულა ის დაპირებები. ეს იყო დაახლოებით მოკლე შინაარსი, რაზეც ისაუბრა ბატონმა სერგო. გისმენთ. კარგი, ესე იგი ოლიგარქიული მმართველობის თავარ მიზეზად დაასახელა საფრთხეთ გავლენა. რომ მას ექნება გავლენა, ამიტომაც იქნება ოლიგარქიული მმართველი. და ამ შემთხვევაში ბატონი სერგო თავისთავად წინააღმდეგება და შეყავს შეცდომაში თქვენი მაყურებელი, იმიტომ რომ თუ გავლენა არის თავარი კრიტერიუმი ოლიგარქიული მმართველობის, მაშინ გამოდის, რომ მისი უწმინდესობა, რომელიც ინარჩუნებს მრავალ წლის განმავლობაში ძალიან დიდ გავლენას ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, თავარი ოლიგარქად უნდა გამოაცხადოთ თქვენი ლოგიკით მისი უწმინდესობა და ბევრი საერო მოღვაწე, რომლის სიტყვასაც და პოზიციას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რობერტ სტუროვა უნდა გამოაცხადოთ ოლიგარქად, იმიტომ რომ მის აზრს და შეხედულებას გავლენა აქვს პირდაპირ პოლიტიკაზე. მის უწმინდესობას ყველა ავტორიტეტულ პირს გაქვს გავლენა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. ყველა ავტორიტეტულ პირს ინგა გრიგოლიძეც კი აქვს პატარა თავისი გავლენა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. პატარა გავლენა. აქედან გამომდინარე ზოგს დიდი აქვს, ზოგს პატარა. ნუ რასასიამოვნოა რომ პატარა მაინც მე მესმის რომ სამოქალაქო პატრიარქი მეუბნება მეორე ესე იგი ამის გამო უწოდოთ სტურუას, მის უწმინდესობას, ჭაბუ ამირეჯიბს და ინგა გრიგოლიას ოლიგარქები არ ამგონია. მე თავი დამანებთ თუ შეიძლება და ისაუბრეთ დანარჩენებს. ამ მაგალითად აჩვენა ამ შეხედულების ესეთი ვთქვათ სიმსტარე. მეორე თქვათ რომ ანუ სამოქალაქო პატრიარქი ყავსო ივანიშვილის სახითო გეკითხება. ყველა გავლენიანი პირი ეს არის მორალური ავტორიტეტი. მორალურ ავტორიტეტს თუ ვერ შეიძენ, თუ საზოგადოებაში სიკეთეს არ გააკეთებ, ან არ გააკეთებ იმისთანა რაღაცას, რაც საზოგადოებაში აღიქმება და გაღიარებს როგორც მორალურ ავტორიტეტს. და ყველა მორალურ ავტორიტეტს მატარებელი ადამიანი არის საზოგადოებაზე გავლენის მომხდარი პირი და თუ თქვენ გონიათ რომ შეიძლება თანამდებობა მორალურ ავტორიტეტს მატარებელი არ გეთანხმებით, იმიტომ რომ ყოლია და გვეყოლება ბევრი თანამდებობის პირი, რომლის მორალური ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებაზე ნულოვანი. ამიტომ თანამდებობა არ არის გავლენის მატარებელი, გავლენის მატარებელია პიროვნება და ის მიდგომა, როცა თქვენ აქციეთ შსს და ვანო მერაბიშვილი ქვეყნის ხერხემლა, ჩვენ ერთხელაც არ გვიკადრებია და არც ვაპირებთ ვიკადროთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შსს მინისტრობის დროს გამოგვეცხადებია ქვეყნის ეროვნულ ხერხემლად და არც ვაპირებთ და არც ვიკადრებთ მომავალში ახალი მინისტრი ან ახალი პროკურორი გამოაცხადოთ ქვეყნის თავარ ხერხემლად და გავლენიანი ადამიანები მორალური ავტორიტეტის მატარებელი ადამიანებს ოლიგარქები უწოდებთ. ესენი ებრძოდნენ ყველა მორალური ავტორიტეტს მქონე ადამიანს, იმიტომ რომ არ უნდა არსებულიყო ყოველ საზოგადოებაში მორალური ავტორიტეტები იმის გამო, რომ ემართეს მასა და ეკციათ ისინი მართვად მასა. შემდეგი მიზეზი, ბოდიში დავასრულოთ თქვენი თქვათ ცდარი მოსაზრებების გაქარწყლებას, იმიტომ რომ ცდარიანი თუ არა, უნდა ვნახოთ ესე. პატრიარქი ნიშნავს მეერს. ის ამბობს პრემიერს ნიშნავს, პრეზიდენტს ნიშნავს. ეს არის თქვათ ქართული ოცნების პროექტი დასრულდა. ქართული ოცნების ის პროექტი რომელიც აირჩია ხალხმა, მე ვამბობ. რაღაცა ოცნება არის ასკარად, მაგრამ ქართული ოცნების პროექტი იმ კუთხით, რომ ქართული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, გვექცია ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი დაიწყო და მინდა გითხრათ, რომ დღეს 4.5 მილიონი საქართველოს მოქალაქე ამ უფლებით სარგებლობს. როცა ეს უფლება მქონდა მხოლოდ 1.5 მილიონი ჩვენს მოქალაქეს, დანარჩენი რამოდენიმე მილიონი ვერ სარგებლობდა ქართული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხელმისაწვდომით.
ქართული პენსიონერები 695 პენსიონერი 695 პენსიონერი იღებს განმავლობაში არიზდება საარსებო მინიმუმის პენსიას, როცა ჩვენ შევძელით 10 თვეში პენსია გვაგზავნა იმ რამოდენიმეჯერ მეტად, ვიდრე თქვენ საშუალოდ 9 ლარი თუ ზედით 11 ლარი წელიწადში პენსიას 10 ჯერ გაიზარდა, მაგრამ მაგაზე არ არის. მომავალს იზრდება პენსია. ქართული ოცნების პროექტი, რომ ბიზნესი ტერორიზმისგან გავანთავისუფლეთ, გრძელდება და თქვენ ერთ ბიზნეს კომპანიას ვერ დაასახელებთ. ბიზნესი უარესად მუშაობს, ვიდრე ერთ ბიზნესი რომ ამოწურეთ სული, ამოხადეთ, გივით არ გამაციტყურებთ, ამოხადეთ სული ამ ბიზნესს. მილიარდ ნახევარი გადაახდენებს ქართულ ბიზნესს წინწრებით. ნოდარ ხადური რას ამბობს, იცი? ზაქრო, სადაც მივედით, ყველგან გვახვედრებენ ჩეკს, წინასწარი გადახდის. რომ მე არ უნდა გავაგრძელო იგივე პრაქტიკა, უთხრათ რომ გადამიხადე წინასწარ 2015-16 წელს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი. ქართული ოცნების პროექტი გრძელდება იმას, რომ ქართულ სოფელს ამაზე მე დავსვავ კითხვებს, კი ბატონო, რადგან არის 10-დან 30 ლარი დაილექა თითოეული კახელი გლეხის ოჯახში. ქართული სოფლის პროექტი გრძელდება იმაში, რომ ჩვენ გაზაფხულზე კიდევ უფრო ხარისხიანად ვაწარმოებთ. რო არ არის ბიუჯეტში, რო არ არის თქვენ ნახავთ თუ არ იქნება. ჩვენ ნახავთ რა არის, გაჩნდება. ასე რომ განათლების სფეროზე გადავიდეთ, სამოქალაქო პატრიარქს თქვენ სფეროზე გადავიდეთ. სამოქალაქო გადავიდეთ, გინებათ განათლების სფეროზე. გადახვათ. ჯობიან უგადახვათ, იმიტომ რომ იქ საერთოდ სერიოზული პრობლემები. აი, ბრძანეთ განათლების სფეროში რა იყო თქვენ დროს? რა არის ჩვენ დროს? რაც იყო. მომავალ წელს ხდება ის, რომ უნივერსიტეტებს აკლდებათ 20 მილიონი. თქვენ დროს რა იყო? უნივერსიტეტებს აკლდება. ჩვენ დროს შეიქმნა უნივერსიტეტები, ჩვენ დროს იყო ხასიანი. და იყო თქვენ დროს ყველა თქვენ იცით რა საერთოდ თქვენ იცით მაგაზე ნუ ილაპარაკეთ, იმიტომ რომ იყო ყველაფერი. საერთოდ თქვენ დროს ტოლვილებს სიგარების ზღვარს მოქალაქეებს სწავლა იყო თქვენ დროს იყო სასკოლო ავტობუსი იყო სასკოლო ავტობუსებიც იყო ხო მაგრამ რაღაცები დაემატა ერთი წუთი სასკოლო ავტობუსები კი არ იყო უფასო პროგრამა 5 მილიონი რომელიც მარგველაშვილმა წელს არ გახარჯა სტუდენტებზე თქვენ უნდა იცოდეთ როგორც პარლამენტის წარმომადგენელი მაგრამ თქვენ არ დაინტერესებულ ხართ 5 მილიონი ლარი რომელიც უნდა დახარჯულიყო სტუდენტებზე და რომელიც იდო ბიუჯეტში ის მარგველაშვილმა არ გახარჯა. რატომ? არ გახარჯა. არ ვიცი, მე კითხვა მაქვს დასმული, კითხვა იქიდან არის. არ დახარჯა. 5 მილიონი ეს არის 8,000 სტუდენტის დაფინანსება. ეგ ერთი. შემდეგი ერთი 3-4 რაღაც თემა მოიყვან. ერთი ოლიგარქზე, ხოლმე პროექტი დასრულდა. ის რომ პატრიარქი თურმე პატრიარქს აქვს გავლენა და ავტორიტეტი, ეს არ ნიშნავს ის რომ ვიღაცა ოლიგარქი არის ხო? არა, პირიქით, ის არ ნიშნავს მერს. თქვენ თუ პატრიარქსა და ოლიგარქს შორის განსხვავებას ვერ ატყობთ, არა? ბიძინა იმაში და არ ნიშნავს პრემიერი არ დანიშნა? პრემიერს არ ნიშნავს. არ ნიშნავს. მერზე არა თქვა რომ მე უნდა თქვენ ხო არ ამბობთ, თქვენ დღეს პროკურორის სახელიც კი არ იცოდეთ. პროკურორის სახელიც კი არ იცოდეთ. სწორიც არის ეს. როგორ თქო ბიზინა ივანიშვილი არ იცოდა? როგორ თქო ბიზინა ივანიშვილი არ იცოდა? ბიზინა ივანიშვილმა ცოდნოდა ეს ამბავი, იმიტომ რომ პროკურატურა არის ბატონო სერგო, ამასრებელი ხელისუფლების სტრუქტურული ქვედანაყოფი. ეს არის პარლამენტის სტრუქტურული რომელიც ხვალ არ იქნება პრემიერი, მან უნდა დანიშნოს და ის არის პატრიარქი. ხო და ამასრებელი ხელისუფლების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი არ უნდა იცოდეს პრემიერ-მინისტრი, რომ იქნება? მომავალი, რომელიც აღარ არის ის. არ უნდა იცოდეს. აღარ არის ერთი კვირის მერის აღარ არის. აღარ არის ბიზინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია. ბოდიშვიხტი მინიმუმ ახალი პრემიერის დამტკიცებამდე მინიმუმ ანუ ჩვენში რატო არ ინაუგურაცია და თანხმდებით კიდე რა თქვა კიდე ბელშეკრებებს ნახავთ ბატონი ბიზინა ივანიშვილის ოფისში პროექტზე გითხარი პროექტი რა თქვა ბიზინა ივანიშვილი კიდე რა ახალი პატრიარქი რა თქვით ახლა კიდე ეს ორი პატრიარქი ახლა საინტერესო თქვა და არა მარტო ბიზინა სხვაებიც იყვნენ პატრიარქების კულტურის პატრიარქები და ასე რაც ბევრი პატრიარქი გვეყოლება, რაც ბევრი მორალური ავტორიტეტის მატარებელი მოქალაქე გვეყოლება, ეს უკეთესია და არა ისე, რომლებიც დანიშნავენ, რომლებიც პოლიტიკის მიღმა დანიშნავენ პოლიტიკურ ფიგურებს. ებრძოდით მორალურ პოლიტიკურ ფიგურას. კიდე რა თქვა? არა, ძირითადად იყო საუბარი ქართული ოცნების პროექტის დასრულებაზე და დაუშვათ ოლიგარქიულ მმართველობაზე. გადაცემაში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ მე დავსვავ ორ კითხვას და დავემშვიდობები ჩვენ სტუმრებს, რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. ჩვენ
ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ბოლო ორი კითხვა უნდა დავსვა სტუდიაში. ახალი მინისტრთა კაბინეტი, თუ გაქვთ ინფორმაცია, ბატონო ზაქარია, რა ცვლილებები იგეგმება? არსებობს მოლოდინი, რომ რამდენიმე მინისტრი წავა. მე გუშინ გამოვაცხადე სავარაუდო კულუარული ინფორმაცია და მე მგონი ყველა სტრუქტურიდან ქონდა შემდეგ გზარები, რომ ეს არ არის სწორი, არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ჩვენს ყავს ჩვენი ინფორმაციის წყაროები. და ვიცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი ცვლილებას აპირებს მომავალი პრემიერ-მინისტრი. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? ამ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, აკაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემით პრემიერი არჩევს გუნდს, პრემიერი გუნდთან ერთად ადგენს სამთავრობო პროგრამას და ერთი კენჭისყრით დასტურდება ეს გადაწყვეტილება გუნდის შემადგენლობაც და პროგრამის მხარდაჭერაც. აი ეს არის ჩვენი ახალი სამართლებრივი სისტემით, რაც ჩვენმა ასე ვთქვათ, კოლეგებმა მიიღეს 2010 წელს. ასე რომ შემოვა გუნდი თელი შემადგენლობით, მთავრობის გუნდი, შემოვა პროგრამა, სამთავრობო პროგრამა და ჩვენ ერთი კენჭისყრით უნდა გამოვხატოთ პოზიცია გუნდის მიმართაც და პროგრამის მიმართაც. ძალიან დიდი მადლობა. დაუჭერთ თუ არა რომელიმე მინისტრმა ის მხარს ან ერთიანად გუნდს, რაც კი ითქვა აქ, რომ ასე ვთქვათ, მართლაც მნიშვნელოვანია და სისტემა მართლაც ნორმალურია, როდესაც ერთი მხრივ პრემიერს აქვს შესაძლებლობა თვითონ ასე ვთქვათ დააკომპლექტოს გუნდი, შემდეგ ეს როგორც გუნდი და როგორც ერთიანი პროექტი წარუდგინოს პარლამენტს და გასაგებია უმრავლესობის გადაწყვეტილება, ჩვენი პოზიცია სრულიად გასაგებია. არ მიიღებთ მონაწილეობას? არა, დებატები იქნება. ჩვენ ჩამოყალიბდებით, როგორ რეფორმა იქნება და საკურველი. კი ბატონო. და სულ ბოლო კითხვა, მიდის თუ არა ნაციონალური მოძრაობა, ლიდერები, პარლამენტის წევრები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე? ჩვენთვის ინაუგურაცია მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა არის, მართლაც სერიოზული ინსტიტუციური მნიშვნელობა აქვს ამას სახელმწიფოსთვის, თუმცა ჩვენ ნახავთ ამ დროის განმავლობაში თვითონ ერთი დღე არ არის პრეზიდენტი და ერთი დღე არ არის ეს ინაუგურაცია. უნდა იყოს პატივისცემა თლიანად ინსტიტუციის მიმართ. ის ასე ვთქვათ გზავნილები, რომელიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას, თითქოს სასახლესთან დაკავშირებით, თვითონ ინსტიტუტთან დაკავშირებით, ჩვენ გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის. ჩვენ მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. წარმატებას გისურვებთ. ნახოთ რა იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ბიუჯეტის თემას, რომელზეც აქ იყო საუბარი, შემდეგ კვირას ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ დებატები სწორედ საბიუჯეტო თემაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლარის კურსზე და ასე შემდეგ. ასე რომ ორშაბათიდან ზუსტად 20 საათზე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, გემშვიდობებით ნახვამდის.